შანსი არ არის რომ 2 წელიწადში ერთხელ მაინც ესე იგი არ დარეჯგოს მაგრად რა და ზოგჯერ როგორ იცის ახლა ასე გაივლის და მეზობელს დაცეტყავს და მე არა მე დამსეტყვა ესეთი უცნაური არ გენახავს ეგონება გაგე სეტყვა და კაი მსხვილი სეტყვა ურახუნებს და არ ვიცი მე მგონია რომ მაგას აი რაც მასში უცხოეთში ცხარი მას ვაფარებენ რა ქვია საცერივით ბადეებს რა რაღაცებს ის ბევრად უფრო ეფექტური მგონია ვიდრე ეს ეფექტურია კი და აქაც იყენებენ აქაც მაგრად არის მაგრად რო გახვალ დიდი ვენახი როგაკ მე მაგ გადაწინა და დიდი ვენახი როგაკ მაგის გარეშე თან ბიზნესი არ დაგიზღვევენ ეხლა რო არ გიზღვევენ არ გიზღვევენ აი თუ გავაკეთე დაზღვევა რა თქმა უნდა რისგან კიდე რაღაცები არის ახლა რაღაცა ნუ ჭირი დაავადებები შემოდის და ასე არა მაგრამ ხო მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჩვენს პოდკასტებს. ვასილ მაღლაფერიძე და მე გიორგი გურამაძე წარმოგიდგენთ და დღეს ჩვენი სტუმარი იქნება უკვე დიდი ხანი არ ყოფილიყავ ჩვენთან სტუმრად. პოლიტიკური გაერთიანება გირჩის ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია. იაგო გამარჯობა. მოგესალმებით რომ ჩვენთან ერთად ხარ. მადლობა თქვენ მოდით. ბოლოს როდის იყო იცი მე რო წინასწარმეტყველი აქ ვიყავით რომ მე 13 დღეზე გახვალთ და რაღაცა არჩევნების წინ ხო არჩევნები არ ჯეროდა ჯერ მაშინ ადგილობრივი არჩევნები არა ისინი ყველაფერი შვებიან თქო რო გახვიდეთ თქო თორე ახლა მეორეზე თუ არა მესამეზე გახვიდეთ არა ახლა შე როგორ შეგიძლია უკვე იმსათება ზოგიერთ ადგილებში მეორეზეც გავედით ხო კი რუსთავი ქუთაისი კი ბატონო მოკლედ ესე იგი ეხლა ესეთი მოცემულობა გვაქვს რომ არ ვიცი კარგად რა დავარქვა ამას ყველაფერს ყოველ შემთხვევაში კიდევ ერთი მცდელობაა ოპოზიციაში რაღაცა გაერთიანების ახალი ალიანსია მე რამდენი მცდელობა არ ვიცი თვითონაც ალბათ აღარ იციან მე რამდენი მცდელობა ეს ყველაფერი მაგრამ ხუმრობა რომ იქით იყოს მოდი ესე ვთქვათ ხო ანუ ბოლო თქვენი პოსტები და შეფასებები ასეთი იყო რომ რაღაცა ყველაზე ადეკვატურად ამ პროცესში მიშა იქცევა და მე მგონი მართლა ეგრეა რომ აი დანარჩენებთან შედარებით უფრო ესეთი ადეკვატურ რაღაცებს წერს თითქოს საინტერესოც გახდა რაღაცა ბოლო რამდენიმე პოსტი მისი მაგრამ ზოგადად რა ხდება ახლა იქ ანუ რას შეიძლება ველოდოთ რა არის ეს მცდელობა ახალი ალიანსის რისთვის არის იმიტომ რომ რისთვის ვემზადებით ზოგადად ანუ პოლიტიკურ ასპარეზზე ესეც საინტერესოა იმიტომ რომ ანუ ეხლა თქვათ ესე თქვათ რომ 2028 წელს არის არჩევნები ცოტა ადრე ხო არ არის რაღაცა ალიანსებზე და რაღაცებზე საუბარი მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. სხვათა შორის მეც იგივე კითხვა გამიჩნდა, როდესაც თავის დროზე ეს ალიანსი შეიქმნა, არჩევნებს ხო არ აპირებებს ქართული ოცნება თქო, იმიტომ რომ ნუ ახლა როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, რომ ჩერგოს და გვარამიას ალიანსმა გაძლოს 3 წელი. აი რა უნდა გააკეთო ისეთი იქ, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ეს არ აფეთქდეს და რაც მე თქვიქიდან 3 კვირაც არ გასულა. ისეთი ჭუბი ატმა დედაშვილს არ აიყვანა ხელში. ხო, ჯერ კიდე წინ არის ეს პროცესი. ხო შეიძლება და სხვა ვიდმე დაესახელები და მაინც ჩერგო და არა, მათი ალიანსი. კატასი ვიღაცა აკეთეთ. არა. ეგ არის ნაღდად ჩერგოს და გვარამიას ალიანსი. ხო და მიხეილ სააკაშვილიც ადეკვატური ამათ ფონზე ჩანს თორე ახლა ზოგადად ამდენი ხნის განმავლობაში რომ ამას ვერ მიხვდები რომ გვარამიას ხმარ უნდა გაატანო როცა გძარცვავს და ამას ვერ მიხვდები 2024-ში და ამის 2026 წლის მოსვლა დაგჭირდება ეს თავისთავად პრობლემაა მაგრამ ნუ ახლა უბრალოდ მართლა წარმოუდგენელი იყო ვისაც ეს ალიანსი არ უნდა გაეკეთებინა რა მიზნითაც არ უნდა გაეკეთებინა რომ მან გაძლოს 2028 წლამდე მე ვისაც უნდა იმას დავენიზლავები რომ ეს არ გამოვა ეს ხალხი არ არის ესეთი ხალხი რომ 3 წელიწად ნახევარი ვინმესთან გაძლოს ხო, მაგრამ რა იყო შენი აზრით მცდელობა? 3 წელიწად ნახევარი რატო ეს ჯოში დარჩეს? 2 წელი, ნუ 2 წელი და ცოტა მეტი რა. ხო, ნუ როცა შეიქმნა მაშინ ხო არ ცოტა კიდე ხო ადრეც ხო მოყვება ის. 3 წლამდე თითქმის, ხო, რაღაცა ეგრე იყო. და ზოგადად რას ფიქრობდნენ, ანუ რაღაცა მცდელობა იმისა, რომ მაგალითად იგივე დასავლეთს აჩვენონ, რომ ოპოზიცია კიდე ცოცხალია, კიდე შეუძლია რაღაც გაერთიანებები თუ რა მოცემული. არ ვიცი, ეს იმდენად ცინიკური ალიანსია ზოგადად, ანუ ცინიკურში გულისხმობ იმას, რომ არ არსებობს იქ ორი ადამიანი, რომელსაც ერთმანეთზე დედა არ აქვს ნაგინები უბრალოდ სხვადასხვა დროს და პრინციპში ახლაც არ აგინებს. და ამის მიუხედავად ხალხს შესთავაზეს როგორც რაღაცა გაერთიანება ალიანსი და აგერ ქუთაისში შეხვედრაც კი აქვს ამ დღეებში. ხო და მე ვფიქრობ, რომ ასეთი ცინიკური დასავლეთი ვერ იქნებოდა. და ამიტომ ხედავ ქართული ოცნების ხელს, რომ აი რაღაცნაირად
მიშას რადიკალური ოპოზიციის მომხრეებს ასეთი ცინიკური გადაწყვეტა შესთავაზეს მათი ხმების დაბინავების და არ ვიცი მე ბოლო და ბოლოს წინ არჩევნების შემდეგ მაინც დავაიც მაღალი განწყობის არა ვარ ხალხის როგორ გითხრა მიხვედრის უნარზე წინა საარჩევნო როცა მათ ესე სისტემურად ატყუებენ მაგრამ ეს უბრალოდ მართლა იმდენად ცინიკური ნაბიჯია რომ ფიქრობ რომ აი ახლა შემოდგომაზე თუ არ იქნა არჩევნები ისედაც დაიშლება ესენი ცოტა ხანში კი ბატონო რაღაცა არა შეხშირად ამობ ამას და დასაკვირველი აქვს ამას არსებობის უფლება შეხედულოს მაგრამ აი ამას არ უშვებ რომ ოცნების გარეშე შეიძლება ხდებოდეს შენ სვამობ რომ ახლა ეგრე შეიძლება რომ ჭადრაკს რო თამაშობს ორი ადამიანი ყოველთვის შეიძლება თქვა რომ ვინც იგებს ის იმან იცის უკვე ის რასაც თამაშობს და არ უშვებ რომ აი ზეოქს ეძახიან ქართულად არ ვიცი რა ესე იგი რომ ამას თავის მე მოწე ასე დავიცავ თუ ამას დაცოქვია რომ თავის შეგნებით და თავის სამხედველობით აკეთებდა ამას იმიტომ რომ ნახე რას გეტყვი ეს ადამიანები შეს პოლიტიკაში მოსვლამდე დიდი ხნით ადრე იყვნენ პოლიტიკაში და რო შეხედავ ისტორიას მეც რო ვიგონებ ახლა ეს რომ ძალიან თანმიმდევრულად იქცევიან რომ კარგად აი რატო ხო აი რატო იცი სუასეთები იყვნენ ხო სუასეთები იყვნენ ხო რა იცი რა არის რა რატო ახლა მაშინ ოცნება ხო არ იყო აი რა არის ის წებო რომელიც აი ამ ხალხს ერთმანეთთან აკავშირებს ხალხს რომელიც როგორ გითხრა აი აქ რომ ამ ოთახში აღებხოვზე ვარ მე არ ვიცი მაგრამ ვარაუდი რო გითხრა მაგალითად მე ვფიქრო აი შენგან მე გავსხოვდები რადიკალურად იმიტომ რომ ვაგვირდები ამას თუცა ესეც მაინტერესებს რომ მაგალითად ვისაც ვიცნობ მე მაგრამ და ბევრს ვიცნობ და ხინახია ვიცნობდი უფრო სწორედ დიდი მათ ნამდვილად აქვთ რწმენა რომ ხალხი მათ ხარს დაუჭერს ანუ თქვენ ფიქრობთ რომ ისინი აბსოლუტური გიჟები არიან ну ახლა შენ ამბობ ამას მაგრამ აი მაგალითად მე არ მინდა გითხრა და კუთხე და ერთი ადამიანი ირწმუნებოდა რომ მე ძალიან დიდი ავტორიტეტი მაქვს რომ სამეგრელოშიო და იმ სამეგრელოს რომელსაც მე ვიცნობ სამეგრელოზე თქვა თორე გურიაზეც იგივე შეგიძლია გადახვიდე და კახეთზე რო ეთქვა რომ ესეთი უნდა შემოვიდესო შენთან ოჯახშიო ან სანათესაუშიო ჩამოიხოკავდნენ ლოყებს იმიტომ რომ თავის ეს როგორ არის ხო და აი რა ქვია მაგას ამას ქვია რწმენა არა წვენა მე სხვა ლექსიკონში წვენა სხვა არა მე შენ როგორ იცი რომ შევთანხმდეთ ზოგიერთი შეიძლება ამით სარგებლობდეს მე რა ვთქვი ზოგი შეიძლება ამით სარგებლობდეს და ეშმაკობდეს და თქვა რაღაცა ხელს ითმობდეს არ არის გამორიცხული მაგრამ თვითონ ასეთი პროგნოზისთვის ვამბობ ხა მე ჩემი სიტყვა ხო ვერ შეცვლის ვერაფერს ახლა რო არ თქვა მე რომ საზოგადოებრივ მაუწყებლის სამეურნეო საბჭოს თავმჯდომარეა და ჩემი ბედი გადაწყვეტაო და იმიტომ რომ ესეთი ტიპის ადამიანებს მოგწონს თუ არ მოგწონს შეიძლება შენც არ მოგწონს ეს ამომრჩეველი რაღაცა მოგწონს აი თავის ქცევები აქვს ამ ამომრჩეველს ხო რას კითხულობს რას უყურებს რას მიირთმევს როგორ იქცევა ხინში ჭირში თავის ქცევები გვაქვს ეხლა რადიკალურად კაცობრიობისგან არ განსხვავდებიან ესენი განსხვავდება სხვა რაღაცას თავაზობენ ხო და მათ ერთი არის რომ ყარი ამორჩეველი ეყოლებათ იმიტომ რაღაც რაოდენობა არის რომელთაც ეს მოწონთ მაგრამ ეს მოწონთ ეს ქცევა მაგრამ მე მგონია რომ ძალიან მცირე არის ეგ ამბავი ხო და ამიტომ რატო ვიცი ქართული ოცნება ახლა შენ ადამიანს კი არ ვიცი მაგრამ ვერ მიუჯი ახლა გინდა თუ არა რომ მე რომ აქედან ჭადრაკს თამაშობ გინდა თუ არა შენ გაგისწორო ახლა სულები ცხადია ჩემპიონატზე რომ თამაშობ მე აი ეს არ თამაშობ ჩემპიონატზე მაგრამ ნახე რატო შენ ოცნებას კი არ აწყობს მაშინ ახლა გეტყვი ეს მინდოდა თანაშე ხო ფიქრობ თქვენ პარტიასაც მაგრა აწყობს ვითაც შეუძლიათ გვეხმარებიან ჩვენც ხო მაგრამ თქვენ ხო ამაში ნახე თქვენ სხვა რაფერს არ ხელს არ უწყობთ მათ არა ჩვენ როგორ არიცით ჩვენ ამ შემთხვევაში ფრი რაიდერები გამოვდივართ და ვცდილობთ რომ კარგად მოვიდგოთ ეს როლი იმიტომ რომ სიამდვილეში ამ ხალხს რა რწმენასაც აი რა თქვენ რაც ბძანეთ წეღან იმას აძლევდა ეს რწმენა იყო მიშას ფაქტორი თორე საკუთარი თავის რწმენა ვის ქონდა მაქედან ანუ გვარამია საერთოდ იძახდა მიშას ლილიპუტი ვარო რა რწმენაზეა საუბარი და მანამდეც იმ ხალხში ეს ხო სიამდვილეში არის ნაცმოძრაობის ალიანსია შინაარსობრივად უნდა იყოფილი რაც ნაცმოძრაობა მართლა იყო იმ პერიოდის ალიანსია ხო ეს ახლა ხო და იმ ალიანსში რწმენა არსებობდა მარტო მიშასი
იქ ვინმეს ბოკერიას ხონდა რწმენა რომ მე ამირჩევს ქართველი ხალხი და გავიმარჯვებთო გვარამიას ხონდა ჩერგოს ხონდა ვის ხონდა იქ არავის არ ქონია ამის რწმენა არასდროს ბოკერიას ეს რწმენა არ ქონდა რომ მე ამირჩევსო და მიშა ამიტომ მაგრამ ის რომ თვითონ უფრო იცოდნენ რა უნდა გაკეთებინათ ისე რომ იცოდე შენთვის ეს ზუსტად ვიცი მათ ქონდათ ეს რწმენა მიშა მათ ჭირდებოდათ იმ იდეის ლოკომოტივად ხო ლოკომოტივად ხო მე ზოგადად არ ვიცი თქვენ რა იდეაზე საუბრობთ შეიძლება ადრინდელ როცა მე პოლიტიკით ნაკლებად ვიყავი დაინტერესებული რაღაცა იდეა იყოს რაღაცა დონეზე მაშინ მთვეტე სხვანაირი იყო ბატონი ჟვანია ცოცხალი იყო რაღაცა იყო მაგრამ მე რაც მახსოვს ნაცმოძრაობას უხონდა ერთი იდეა რასაც მიშა იტყვის იმას გაუმარჯოს ან რაღაცა მიშას გარეშე ნულები ვართ ეს იყო მათი რაღაცა იდეა რომ გარშემოც ისინი იყვნენ გაერთიანებული გითხრა მე აქედან და მაინც ისტორიისთვის ვინ დაიჯერებს და ვინ არა რომ ეს შენამობ ყოფით დონეზე რასაც მიშა ამბობს მაგრამ აი თქვათ მაღალ დონეზე რაც იყო აი ალბათ იცი ეს ახალი ადამიანის შექმნა ეს ტყუილი იდეა არ იყო ეს იყო ამიტომ უნდა გადაკეთებული იყო განათლების სისტემა და მთელი რიგი სფეროები ეს იყო ის იდეა რის ლოკომოტივად ჭირდებოდა რომელიც მიშას არც აინტერესებდა რო გითხრა აი მაგალითად მიშა რო ახლა რასაც უნდა ამბობს და კაც პატიმარია მაგრამ მაგრამ არც იცოდა მაგალითად იმ განათლების რეფორმაში რა ხდებოდა არც აინტერესებდა მას აინტერესებდა ყოფით დონეზე მას უნდა დაეყარებინა დისციპლინურ დონეზე კი მაგრამ ბოკერია მიცოდა მაგალითად რასაც აკეთებდა რა მიშულმაც იცოდა ისინი ამ იდეის მაგრამ ისინი იყვნენ არაარჩევადები ესეც იცოდნენ და მიშა არჩევადი იყო მას ჰქონდა რასაც ქვია ინდა ქარიზმა დავარქვათ და გინდა მე დღევანდელი გადმოსახი შეიძლება მაშინ მეც ესე მეჩვენებოდა მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან ვიცნობ რა რეგრესს რაც განიცადა სამხალხო თვალეთ არც ის არჯერა ოდესმე ჰქონდათ რამე იდეა მათ ჰქონდათ ეს იდეა რომელიც ღიად ესე არ გამოქონდათ ხო შეიძლება იდეაში ანუ იმ იდეამაც განიცადა რეგრესი ანუ არ გამოვიდა რა ის იდეა არ გამოვიდა ეს იყო ნიჰილიზმი რა არსებულის მიმართ და აი ნახეთ თვითონ რო თქვა ახალი ქართველი რო გავაკეთოთ ახალი ქართველის შექმნა ეს იდეა თუ მიზანი უბრალოდ ამას რაღაც იდეა იმიტომ რომ ეს ძალიან არ აკმაყოფილებდა თითქოს ჩვეულებრივ დონეზე ჩვეულებრივ ქართველს აკმაყოფილებს აი რაც იდენტობას უყურებს ახლა დავიწყებ ახლა რა ზედმეტ არგეზე რა და როგორ არის რაც მნიშვნელოვანია და ხშირად ძვირფასია ქართველისთვის ეს მათთვის იყო მიუღებელი და უნდათ ახალი გაკეთება ოღონდ ეს მიშასთვის ეს მიშას უნდა ძალაუფლება ეს იდეა ხოჭი დაგვირდი რომ მაგალითად რელიგიასთან დამოკიდებულება მაჩვენებდა როგორიც არის არა მიშას ვერ იწყვე როგორ დამოკიდებულება ქონდა ყველანაირი დამოკიდებულება აქვს გამოხატული ხო ესეა ნახე აი რაც გინდა თქვი აი პატრიოტა მაგალითად ნაციონალობასთან დაკავშირებითაც კი პირონ ეროვნება რო თქვა აი გრაფაში რო იდენტობას ადახდენ ხო მისთვის ეს მართლაც სულ ერთი ყურა უნდა ხარ როცა ის ამობდა რომ მე უკრაინელი ვარ ხო გახსოვს რომ ამას იზახდა ის ამას გულწრფელად ლაპარაკობდა იმიტომ რომ მასთვის ეს არ იყო მნიშვნელოვანი ასეთივე წარმატებით იტყო და მოზამბიკელი რო ყოფილიყო რა მშვენიერი ესეთი სამხრეთის ქვეყანა ხო და იმიტომ რომ მისთვის ეს არ იყო და სხვადასხვა ხშირად იწევდა ეს გაღიზიანებას და იკავებდნენ თავს სხვადასხვა მან ერთხელ აიღო და თქვა რომ რელიგიასთან დაკავშირებით ბოკერია გააკრიტიკა რომ ეს იყო არაო და ბოკერია უთხრა იმიტომ ამათ რაც ქონდა შეიძლება არ მოგწონს მაგრამ ამათ ძალიან მწყობრი თეორია მე საუბრია მათთან ესე ამას არც მალავდნენ ამ თემას ხო იცი როგორ არის საქართველოს მაგრამ ყველა არა გეთახმები იქ მაგალითად ეს ბოკერია იყო და ყველა არა იყვნენ რასაკვირველია რომელთაც აი მიშას მსოფლმხედველობაში რო იჯდნენ მთლიანად თუ ზოგადად ის ახალი ადამიანის შექმნა საქართველოში ახალი ამბავი არ არის ყველა ამას ცდილობდა კომუნისტებიდან დაწყებული დღემდე დამთავრებული ყველა ცდილობს რომ რაღაცა გადააკეთოს და ახალი რაღაცა გამოვიდეს მაგრამ საკმაოდ ძველი და ბანალური იდეა ძალაუფლების შესანარჩუნებლად ჩემი აზრით და რეალურად სიმართლე რო გითხრათ ჩემი დღევანდელი გადმოსახედიდან აი შეიძლება როცა 80%-იანი ხარდაჭერა გაქვს ამ მოხვედი ბევრი რაღაცა თქვა და ყველაფერი იდეათ მიიჩნიოს ხალხმა მაგრამ როცა ოპოზიციაში აღმოჩნდი გინდა ხელისუფლების დაბრუნება და საზოგადოებას რაღაცას თავაზობ რა შესთავაზა ნაცმოძრაობა ხელისუფლებიდან წასულმა ნაცმოძრაობამ საზოგადოებას არაფერი შინაარსობრივად გარდა იმისა რომ
მიშა დაბრუნდება და იმან იცის ისევე როგორც საქართველოში სამწუხაროდ ხო და რატო ეს თავაზა იცი აი მეორე ნაწილში უფრო კარგად გეტყვით იმიტომ რომ ეს ახალი იდეები შიშველი სახით რო უნდა უთხრა ნახე ეს მაგდენს კი ხვდებია რომ მე ეს ვფიქრობ რომ ეს ფიქრობენ რომ ეს არ იქნება საზოგადოებისთვის მისაღები ეს იდეები იმიტომ რომ ერთია რომ შენ ნელ-ნელა აკეთებ ამას მაგრამ როცა ეტყვი რომ აი ჩემი განათლების სისტემის მიზანი ეს არის თქვათ ეს ქართველები ჯერ რბილად რო თქვა მათი და ჯერ მზად არ არიან ეს რომ მიიღონ ეგ სიტუაცია უარი თქვან მაგრამ აი პოსტულატები რო იყო მაგალითად რო შეავსო პოსტულატები რო შეავსებინო აი აქ ამასთან როგორ ახარ აი ამ საკითხში როგორ ახარ ამ საკითხში როგორ ახარ აი რას სადაც ან ხო უნდა უთხრა ან არა ხო ნუ სამი ვარიანტი იყოს 15 არ არის მოგეხსენება ხო სწორია აი იმისთვის არ არიან მზად და ამიტომაც ასე ღიად არეუნებიან რა უნდა შესთავაზონ ახლა სხვა აი თქვა კერძო საკუთრებასთან დაკავშირებით სხვა რამეს ესე თქვა გლობალური საკითხები რო ვერ იტყვიან ახლა განათლებისზე ვერ იტყვიან რომ შენ მაინც იდენტობა ეს იდენტობა უნდა წაიშალოს ასე ღიად ვერ ეტყვიან მარტივად ჩემი თავი სათქმელი ის არის როგორ აპირებ დაშალო ერთპიროვნული ძალაუფლება აი შეიძლება მაინც ეს არის სათქმელი ზოგადად და შეიძლება შაშალო მე ბევრნაირად ეს ახლა ეს შენ ამ ხშირად ამბობ კერგე გამათები რომ გამათაც რა უდგას იმა რომ გამოგიგოთ მაგრამ ძალაუფლება არის ორი რაღაცისთვის ჭირდება ბევრი ადამიანს ერთი რომ ეს შენ გიზის და პატივოყვარეობა დაიკმაყოფილო და მეორე რაღაცისთვის გჭირდება ძალაუფლება ხო სწორია რაღაც იდეა რო გაიტანო მოდი ეს ყოველთვის ახლავს პატივოყვარეობა რაღაც იდეაც არსებობს ხო ახლა ასე თუმცა თვითმიზნურიც არის ახლა ძალაუფლების შეიძლება ის იყოს რომ ინდონეს მაგრამ ამიტომ ხა ეს რწმენის საკითხები შენ გენდობი თუ არ გენდობი ძალაუფლებას რო იღებ ხა ერთპიროვნული მაგალითად ნებისმიერი პარტია როცა პირდება რაღაცას რომ ამას გავაკეთებ ეს ერთპიროვნული ძალაუფლებისკენ პირდება თუ არა და მეორე იტყვის რომ აი რა ვქნა ახლა არა მაქვს მე ერთპიროვნული ძალაუფლება და დაკმაყოფილდი იმით რომ არ ძალაუფლება თქვენი პარტიასაც იდეები რო აქვს ხო სწორია როდის გაახორციელებ მაგ იდეას თუ ერთპიროვნული ძალაუფლება გექნება ხო სხვანაირად ან მოგიწევს კომპრომისებზე წასვლა ხო ესე ანდა ხო და ამიტომ ერთპიროვნული ძალაუფლება ეს არ არის იდეა მაგის სხვა მინდა ახლა ამიტომ ამას დავშლი ახლა ეს ამას ამორჩეველი თქვენს გაგიტარებს ძალაუფლება იდეა არ არის მაგაში გეთანხმებით მაგრამ თვითონ ის რომ როგორ აი ჩვენ ხო გვაქვს ეს პრობლემა ყველას გვესმის რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არავის არ გაუკვირდება ზოგადად კავკასიაში არავის უკვირს ერთპიროვნული ძალაუფლების პრობლემა და იდეა ჭირდება იმას რომ როგორ ახერხებ შენ საზოგადოებას უთხრა რომ მე ამას შევცვლი და ქვეყანა არ დაიქცევა აი ამას ჭირდება იდეა აი ერთპიროვნული ძალაუფლებას რომ მაგალითად საქართველოში შენ ფორმალობის გარეშე შენობით რომ საუბრობთ ხო კაცმა რო თქვას ამაზე მეტი ან ესეთივე ფორმალური ძალაუფლებებია სხვა ქვეყანაში ახლა აქ მაგალითად ჩემთვის სრულიად გაუგებრად და ჩვენ ამაზე გვისაუბრია ჩემთვის აი ორჯერ ვიყავი პარლამენტის წევრი და ვიცი ეს ტექნოლოგია და რაზეც უარი თქვა ეხლა ამ შეიძლება შენ მოყვეს შეთქმულების თეორია მაგრამ რატო თქვა უარი მაგალითად ამოდენა წილზე პარლამენტში რომელიც ძალიან დიდ ძალაუფლების ნაწილსაც იძლეოდა ვიცი ეს ამბავი მათ შორის ფინანსურს და თუ ისედაც და მე ამბავია გადაბირება გადმობირები ჩვენ კაცო 20 კაცი ვიყავით და თელ პარლამენტს ვატრიალებდით ის არ დაგავიწყდეს რომ ჩვენ როცა მოხდა ეს თავის დროზე ეს ფლიანობაში აქ მხარე უცირესობა იყო ხო და ამბავი იყო ესეთი და ამაზე უარი თქვა და ეხლა თუ გადახედა უნგრეთს არ რეგიონები რა ამერიკაში გაცილებით მეტი ძალაუფლება აქვს ვიდრე ჩვენთან შეიძლება ყოფილიყო ამაზე ხო უარი თქვა ოპოზიციამ და ხვალას და ზეგაც ამ არჩევნებში თუ განზრახარ მოინდომეს ახლა რასაც შენ გაგეჭვით რასაც ამბობ ნამდვილად არ იქნება ერთპიროვნული ძალაუფლება დროის ფაქტორიც მუშაობს და ესეც მუშაობს ხო ესეა ამიტომ ხა ერთპიროვნული ძალაუფლების დაშლა თქო ამას გეუბნები მიზანი მქონდეს რომ მე ერთპიროვნული ძალაუფლება უნდა დავშალო
რომ ნახეთ ჩვენი სისტემა სამწუხაროდ იმდენად ვერტიკალიზებულია და ისე მოწყობილი რომ რაც არ უნდა მოხდეს აი როგორი ყველა მოდის კოალიციით თქვენ ჩემზე კარგად იცით კი ბატონო ყველა მოდის კოალიციით მაგრამ ცოტა ხანში ყველა აღმოჩნდება ერთპიროვნული ძალაუფლების ქვეშ და ზოგადად აი როგორ შლი ამ სისტემას აი როგორ ხარ შენ ის ტიპი რომელიც საზოგადოებას ეუბნება რომ მომეცი ძალაუფლება და მე არ მოგაჯდები თავზე და არ მატრახს არ დაგარტყამ აი ეს არის ჩემი აზრით იდეა რომელიც ვერ შესთავაზაო მივხვდი ასე მაგრამ ნუ ეხლა ეგ როგორ არის იცი აი თქვენ სისტემაში იდეოლოგიაში ლიბერტარიანიზმის იდეოლოგიაში ეგ არის კი ბატონო თქვენ მაგრამ ეჯერჯერობით ხო ვერ განხორციელდა ვერსად ეხლა ეგ არის და ასეთების სიტუაციაში ძალაუფლებას აქვს თავისი ლოგიკა რომელიც ყოველთვის არის ან გააქვს ძალაუფლება ან არ აქვს ძალაუფლება და ხელმეორე არჩევნები ტარდება აი რომელიმე სანამ აქვთ არიან ახლა სრული ძალაუფლება აქვთ საფრანგეთში ის კი ბატონო კლასიკური დემოკრატია რო არის ბრიტანეთში სრული ძალაუფლება აქვს სანამ არის სრული ძალაუფლება მაინც არ აქვს იმიტომ თუნდაც აი ტრამპის შემთხვევაში მე ნაწილობრივ გეთანხმებით მაგრამ თუნდაც ტრამპის შემთხვევაში რამდენი გადაწყვეტილება მისი სხვადასხვა ფორმით გაუქმა სასამართლომ და თქვენ წარმოგიდგენიათ ჩვენს ქვეყანაში ან თავის დროზე რომ მიშა იყო პრეზიდენტი ან მანამდე რომ შევარდნაძე იყო პრეზიდენტი ან დღეს რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილია ქვეყნის ხელმძღვანელი მათი რამე გადაწყვეტილებები რომელიმე სასამართლომ გააუქმოს და ამაშია განსხვავება გასაგებია რომ მე გეთანხმებით რომ ტრამპს რო ძალაუფლება აქვს ისეთი უნდა ძალაუფლება აგერ რა ვიცი ომი შეიძლება დაიწყოს 10 მილიონი შეიძლება არა დაამთავროს მაინც თქვი შეიძლება ვისაც დაწყების უნარი აქვს იმას თეორიულად დათავრდა ეს თქვათ ეს ხო მაინც ამის მიუხედავად შიდა შეზღუდვები ხო არსებობს კონსტიტუციური ძალაუფლება თქო არ არის ესეთი რომ ეს როგორ თლიანობაში ესე რომ აი შენ რო ეხლა ამორჩეველს რა ინტერესებს ამორჩეველს ზოგადად აინტერესებს ახლა შენ მოგწონს არ მოგწონს აინტერესებს ვინ მოვა ხელისუფლებაში ამის მიხედვით აძლევს ხმას ხო ამბობს რომ აი ეს მოქმედებს რომ ეს ძალიან მოწონს ან და შეიძლება მოქმედებდეს რომ ეს ძალიან არ მოწონს ეგეთი სიტუაცია ჩვენთან ორივე მუშაობს ამაზე აი რაღაცა იძლევა ხმას და ამას ვერ წაართვა უფლებას რომ აქვთ არჩევანი არ მაქვს და ოღონდ ეს არ მოვიდეს და ამას ვაძლევ ხმას ეგეთი ამორჩეველის არის და ლოგიკა აქვს ამას ჩვენ ვერ ვეტყვით რომ შენ გინდა თუ არა სულელი ხარ ესე რომ ფიქრობ იმიტომ რომ იმდენად არ მოწონს რომ გინდა ერთი და გინდა მეორე ხარ კიდე მეორე ხარ მაგრამ ეხლა ის თქვა რომ მე ეხლა იმიტომ მოვდივარ რომ ძალაუფლება უნდა დავშალო რჩევას კი არ გეუბნები მაგრამ ეგრე მაინც არ მუშაობს ამორჩეველი აი თვითონ ევროპაშიც კი ამას ამბობენ რომ ჩვენ არ დაუშვებთ მაგალითად აი გერმანიაში ეხლა ზუსტია რა გერმანიაში არ დაუშვებთ იმ ალტერნატივას და მიდის მაგრამ თქვა ძორვალისკენ მაგრამ იმას არ დაუშვებთ ალტერნატივას იქ ამას არ დაუშვებთ ამას არ ვიზამთ ამას არ ამბობენ ხა რომ მოვალთ იმიტომ რომ ძალაუფლებას თავისი ლოგიკა აქვს აი არც არავინ არ ამბობს რომ ჩვენ უნდა გადავანაწილოთ ეს ძალაუფლება და გქონდეთ იმ ულტრამემარჯვენეებსაც თავისი ამბავი არა არ დაუშვებთო ანუ ეგ არ არის იდეა არის მაინც საბოლოო ჯამში მე მგონია რომ ამას აბა დავუკვირდი რომ ადამიანები მაინც არიან რაღაცას გზნობენ რომ თავისი იდეისთვის არიან აი ეს ალიანსი ამა თუ იმ ფორმით ვიტყვი შინ შეიძლება ბევრს არ ესმოდეს მაგრამ ამ იდეის გარშემოტრიალებდა ამიტომ მიშაც ამ იდეის მსახური იყო შეიძლება თვითონ გავკადნიერდება ესე ვიტყვი და თვითონ არ იცოდა თვითონ ძალაუფლების ეს იყო მხოლოდ თვითონ უნდა ძალაუფლება და ესენი ეუნებოდნენ ვინც იცოდნენ რომ კი ბატონო შენ დატყვი ძალაუფლებით მაგრამ ეს იდეა უნდა გავაკეთო და უნდა მოვასწროთ და დაახლოებით 20-30 წელიწადში უნდა შექმნათ ახალი ადამიანი ამისი გარკვეული რესურსი იყო და პლუს ქმნიდნენ იყვნენ ადამიანები აი ესე ვხედავ მე უფრო ამ სიტუაციას და საქართველოშიც თანათან სოფხედველობრივი განსხვავება არის ამ თვალსაზრისით სოფხედველობრივად არის ნაწილი რომელიც სოფხედველობრივად აძლევს ხმას მისთვის ეს მიუღებელია ის რაღაცეები აი ნახეთ დაგვირდი ის ხმამინდა სპექტაკლი იქნება წიგნი იქნება ლექსი იქნება თუ ნებისმიერ ნაბიჯი იქნება ადამიანები ეგრევე ნაწილდებიან აი უნახავათაც კი არ მოწონთ იმიტომ რომ ისია რომ იქ კარგი არაფერი არ იქნება მისთვის ან და მეორე ნაწილს ეს მოწონს აი ამას ესეც იკვეთება ამორჩეველი სიამდვილეში და მე მაგალითად ერთ რამეში რაც მაინტერესებს და გეთახმები მე არა ვარ თქვენი ამორჩეველი გაპიროვნულად კი არა პიროვნულად ძალიან სիմპათიები მაქვს მე მაქვს პრეტენზია რომ ვიცი ლიბერტარიანიზმი
ცოტა შეიძლება მეტი ვიდრე ამორჩეულებმა დაინტერესებული იყავ მაგით. შეიძლება ხოდა, მაგრამ იდეა მართლა სამია, იმიტომ რომ ეს ახალი იდეაა ლიბერტარიანიზმის საქართველოს ხო ესეა? და სხვათა შორის რა მეინტერესებს, თქვენ ლაპარაკობთ ცოტას ლიბერტარიანიზმზე. აი ლიბერტარიანიზმი რა არის? თუ აკვირდები, აბა თუ მეშლება. იცი როგორ ასე გამოკვეთილა, აი. ხო ლექტორები არ ვართ, ჩვენ პოლიტიკოსები ვართ და ვცდილობთ რომ ამ სწორად იდეის ჩვენ. გამოვლინება პრაქტიკაში ვთქვათ და არა ხო, მაგრამ თეორიული ლექციები წავიღოთ. თეორიაში ნახე როგორ იყო იმიტომ კი არა შედარების აი ლენინი როცა ამობდა იმასაც თეორიასაც ყვებოდა მაგაზე მეტი პრაქტიკოსი ვიღა იყო მაგრამ თეორიასაც ყვებოდა ამობდა რომ ამეებს ვიზამთ კომუნისტ საბჭო მიზანი იყო კომუნისტ საბჭოებთ თქვენი ხო იდეა არის დეკომუნიზმი აბსოლუტურად ანტი ხო მე მგონია რომ იმიტომ კი არა რომ ცუდეთ მე ბევრი რაღაცები ძალიან მომწონს ჩემთვის ადამიანურად ლიბერტარიანებში და ესე ვთქვათ მგონია რომ კარგად შეეზავება მთლიანობაში, მაგრამ სუფთა სახით, თქო სუფთა სახით უნდა თქვათ აი ლიბერტარიანიზმი რა არის, აი როგორ ხედავთ, აი მაგალითად განათლებას, როგორ ხედავთ საკუთრების საკითხს, ეს ვამბობთ ყველაფერს. აი ესე გამოკვეთილად არ ამბობთ. ანუ ჩვენი ისტორია 10 წელია გრძელდება და სხვადასხვა დროს ბევრ ადგილას, ბევრნაირად გვითქვამს, საიტზეც გვიდევს, ანუ თეორიული, უბრალოდ ჩვენ დავინახეთ, რომ თეორიული ლექციები არ მუშაობს. ანუ ადამიანები არ არიან ტელევიზორთან არზიან იმის გამო რომ შენგან ლექცია მოისმინონ. ისინი არ არიან აუდიტორიაში ლიბერტარიანიზმის ლექციის. მე ვისწოდი გერგედები შეიძლება არც იყოს მზად ამისთვის მისაღებად. აი ან შეიძლება ჩვენ არა ვართ გენიალური ლექტორები იმისთვის რომ თელ საზოგადოებას გავაგებინოთ ხა. უნივერსიტეტში აუდიტორიაში რო შევდიოდი მე თავის დროზე როცა კახაბენდუქის უნივერსიტეტში ლექციას ვკითხულობდი. იქ იყო 25 ადამიანი სპეციფიურად შერჩეული ისე რომ პრერეკვიზიტები გავლილი ქონდათ, იმიტომ რომ ინტერესი ქონდათ იმისთვის რომ შენ ლექცია მოესმინათ, ამისთვის იყო განწყობილი მზად რომ სტუდენტი იყო და უნდა ესწავლა და პოპულაციას რო შეხედო ზოგადად სხვადასხვანაირი ადამიანია და ისინი საერთოდ არ მზად არიან იმისთვის რომ რამე ახალი იდეოლოგია ისწავლონ არც აუდიტორიაში არ ზიან რომ ეს გააკეთონ ანუ ბევრი სხვა ფაქტორი არ მუშაობს ეს ჩემს რისკობინა თქვენი თქო იდეოლოგიის თვალსაზრისით ახლა ამჯერად მე შეიძლება ჩვენც მომეზადებით უფრო და ერთი კონდეს სხვათა შორის ამ ლიბერტარიანიზმზე საუბარი მაგრამ მე სხვა რამეს იდეოლოგიაც თქო მუშაობს აი ჩვენთან სოფხედველობა დავარქვათ იდეოლოგია თუ არა იმიტომ ერთი სოფხედველობა რაც ასე წავალ თუ არა ასაც უნდა თუ არ უნდა ნაციონალური მოძრაობა ალიანს დავარქმევთ თუ ისე დავარქმევთ რომელსაც ესენი საბოლოო ჯამში იყრებიან იმიტომ რომ მიშაც იძულებული იქნება მაგას გაუწევს იმიტომ მათი ამორჩეველი ბირთვი ამორჩევლისა ესე შედგება რომელიც ამ ახალ ადამიანს ქმნის ან იდეალად ისახავს რომელსაც ეს მიუღებელია ოცნება დგას არსებულ საქართველოს და თქვენიც შემოაქვს მე კომპლიმენტს კი არ ვამბობ მიღებული იქნება თქვენ შემოგაქვთ ახალი სოფხედველობა რასაც ქვია ეს არა თქვენ დამუშავებულია და იდეა ნუ ესეც უნდა იყოს იდეა შემოგაქვთ მეტი თქო პარტიული როცა ამას ამბობდა ერთი ტელევიზორთან თქვი რომ აი კაცო გაჭირაო საქმეში ტელევიზორთან ვიდა კი იძახის რომ სამი ვარ ბიჭო სოფხედველობრივად მეთქო რომ ხო ესეა სოფხედველობრივად სორს ამბობს აბა ახალი რამე არ არის ახლა დანარჩენი იმიტომ რომ იმ ნაწილში შერვა ძალაუფლება მაგას ყველა იტყვის ახლა ძალაუფლება უნდა დავშორდეს დიქტატურა არ მინდა ხალხს მაგია არა არავინ არ ამბობს მაგასაც კი აი თქო რომ დააკვირდეთ ლელო მაგალითად რომ დავიწყოთ ლელო ამბობს რომ მე მინდა ჩემი ბელადი ხაზარაძე გახარია ამბობს პარტიასაც კი გახარიას პარტია ხო და ამიტომ გევდებით კაცო სოფხედველობა არ არის თქო ხო ანუ ეგ არის რასაც ბელადი იტყვის გაუმარჯოს აი ეგ არის ამათი სოფხედველობა და იდეა ჩემი აზრით მათ შორის აი როგორ შეიძლება გამოვიდეთ ამიდან რა ქვია აი ბელადების მართლობიდან აი ბელადი მოვძებნოთ და გავყვეთ იმას დროშაში ხელდაჭერილ ბელადს აი აქედან როგორ გამოვიდეთ ახლა შეიძლება ეს არ არის პოლიტიკური იდეა მაგრამ ეს არის აი კონსტიტუციაში უნდა ჩაიწერო აი ეგეთი იდეა რატო არ მივიდა როგორც არ უნდა ჩაწერო მაშინ კონსტიტუციაში უნდა ჩაწერო რომ იცი რა ამაზე მეტი ხმები თუ მოვიღე არ მინდა აი როგორ წარმოგიდგენია ხა მაგალითად რომ თქვენმა პარტიამ თქვათ აი არჩევნები ჩატარდება და თქვენმა პარტიამ აიღოთ თქვენ საკონსტიტუციო კი არა ჩვეულებრივი უმრავლესობა აიღოთ და მე ჩვენ გამოხედეთ ხო რომ ეს ჩემი იდეა ეწინააღმდეგება და არა მე მოდი ერთ რაღაცას დავაზუსტებ და მე მგონი უფრო დაგვეხმარება ამ საუბარში ნახეთ ჩვენი იდეა სინამდვილეში ძალიან მარტივია განსხვავებით სხვებისგან რომელიც ამბობენ მაგალითად ქართული ოცნების თავარი იდეა რაზეც ისინი ახლა დგანან არის რომ ჩვენ ვართ მზრუნველი მთავრობა
ამაზე დგანა. კი ბატონო. რომ ჩვენ ვიცით როგორ გაჭამოთ, როგორ გაკონტროლოთ, როგორ დაგაჭირონებ შენზე. ხო, ჩვენ ვართ ზრუნველი თაობა და ჩვენ აბსოლუტურად არსებითად ახალი რაღაცა შემოგვაქვს, რომ თავი დაგვანებე. ანუ ჩვენ პირდებით ხალხს არა იმას, რომ ჩვენ კარგად მოუვლით, კარგად დავბანთ, კარგად დავვარცხნით, იმიტომ რომ თუ მე ასეთი უფლებამოსილება მაქვს, ანუ მამის უფლებამოსილება თუ მაქვს. მე მამას შეუძლია გაგტყიპოს კიდევაც და მე გეუბნები რომ არც გაგტყიპავ, არც დაგვარცხნი. მე გაძლევ თავისუფლებას, რომ მოგცე საშუალება თვითონ დაიბანო, თვითონ დაივარცხო, საკუთარ თავს მიხედო და ზოგადად ჭკუას არ დაგარიგებ, სანამ სხვა ადამიანს არ აზიანებ. ჩვენ მამწიფეთ. ამაშია მთელი არსებითი განსხვავება. კაი საუბარს ერთი ლიბერტალიებზე და ეს არის ძალიან კარგი ხიბლი და ჩამოყალიბებულია, რასაც ამობ. აი შეიძლება ბავშვებს მაყურებელ ზოგი შეიძლება ვერ ხვდებოდეს ახლა შერასაუბრე. ეს არის წყობრი იდეოლოგია. მეც ვაცავრო თქვენს სამყაროში, აი როგორც პლატონს აქვს თავის სახელმწიფო, თქვენ სახელმწიფოში საერთოდ არ ამთავრობა საჭირო პრაქტიკულად. ძალიან პატარა დონეზეა. რაც უფრო პატარა იქნება, უკეთესი. ხო, ნუ იდეალშია რომ ესე რომ თქვა, რომ არ ვიყავათო, თუ არ იქნება, ხო ვიცი, ეს ამბავი კიდევ უკეთეს. კიდევ უკეთეს. ჩვენ არ გვაქვს პასუხი იმ რეალობაზე, როცა მთავრობა არ არსებობს, რაღაც კითხვები როგორ არის გადაწყვეტილი, მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ რაც უფრო მცირეა მთავრობა, მით უკეთესია ეს ადამიანის ინდივიდუალური უფლებები. გასაკვირველია, დაახლოებით რო გითხარ დეკომუნიზმი რო ეს იყო რომ სოციალიზმი ერთ ქვეყანაში ნაშენებული იყო თუ ხელგან ერთად და ლენინი ამობდა სტალინს განსხვავებით რომ თელსო და ტროცკის და თელსოფლიოში ნაშენდესო მაგრამ მე სტალინმა უთხრა რომ სანამ ჩვენ აქ თელსოფლიოში დავიწყებთ ნაშენებას მანამდე შევჭამენ ამიტომ თქვენც ამაში კი ხართ მაგრამ მოგცე მე რა იტყვი რომ სანამ გვერდზე რეგიონი არსებობს ეს ინტერესები არსებობს ახლა ეს ამბავი არ გამოვა ბოლომდე ხო თორე გიმარჯვა არგენტინაში ხო იმან მაგრამ ბოლომდე ხო ვერ შვება იმას. არა, ლიბერტარიანელი პრეზიდენტის გამარჯვება არ ნიშნავს ავტომატურად კაი გაგებით ანარქიულ წესრიგში გადასვლას. ანუ მე მჯერა შინაგანად რომ ანარქიული წესრიგი საუკეთესოა ამ ქვეყანაში, მაგრამ მე არ ვიცი როგორ მივიდე, ჯერ არ მაქვს ამის ცოდნა, საზოგადოებრივ კაცობრიობას არ აქვს ამის ცოდნა, როგორ მივდივართ აქამდე, მაგრამ მე ზუსტად ვიცი რომ სულ მთავრობა რომ მსხვილდება, ეს არის პრობლემა. პირიქით მთავრობა სულ უნდა მცირდებოდეს და მაშინ მივახწევ იდეალს. კი ბატონო, თქვა ჩვენ ახლა სად მივედით ახლა ჯერ განხილვამდე რომ ადამიანებს რომ დაპირდები ამას რომ მე გეუბნები რომ ეს მთავრობა შენზე არ ვიზრუნებ ლოგიკა ამას აჩვენებს რომ მოხვიდებ მთავრობაში ხელისუფლებაში იმიტომ რომ შენ რომ დაწონი აი როგორც ეს არის დაწონი რომ ხელისუფლება დათმო თუ არ დათმო მაინც მოგიწევს ზრუნველობის გაწევა არა არანაირი ზრუნვა არ არის კაცო მთავრობა როგორ შეიძლება ადამიანზე ზრუნავდეს ანუ უბრალოდ ეს არის მესიჯი რომ მე თქვენზე ვზრუნავ თორე რა ზრუნვა ანუ ვიღაცა რომ გაჯარიმებს ჯარიმები რო იზრდება ყოველდღიურად ზრუნვის ფარგლებში მოსაწევის გამო რომ ხალხს აგდებენ და ციხეში უშვებენ ახლა და საგიჯეთი რო აქვს მოწყობილი ანუ თქვენ მე საბოლოო ჯამში რომ ჩავიდეთ იმ ზრუნვის უკან რა დგას უბრალოდ აღმოვაჩენთ რომ ანტიადამიანურია ეს ქცევა ანუ მთავრობას არ გააჩნია სული ჩვენ გაგვაჩნია სული მორალი რაღაც მთავრობას ეს არ გააჩნია იმიტომ მთავრობა არის ზოგადად აი ნიცშეც კი მეთანხმება ამაში მოგეხსენებათ სახელმწიფოს რაობის ახსნისას რა არის ის უსულო მხეცია როგორც ნიცშე ამბობს რომელსაც არ აწოდება არავინ ის მისი კანონები ცივსისხლიანია იმიტომ რომ როგორ გითხრა ანუ ის ზოგადი და აბსტრაქტულია შესაბამისად ამ ზრუნველი მთავრობა რაც უფრო დიდია ეს და როცა ის პრაქტიკაში ახსრულდება საბოლოო ჯამში ვღებულობთ საშინელ უსამართლობას იმიტომ რომ ზრუნველი მთავრობის თავარი მეხოტმე ხო კომუნისტები იყვნენ და ბოლშევიკები ისინი ამბობდნენ რომ ჩვენ ხალხზე ვზრუნავთ რაღაცა ხალხის მთავრობა პროლეტარიატის დიქტატურა და ასე შემდეგ საბოლოო ჯამში მივიღეთ ანტიადამიანური წესრიგი რაც უფრო დიდია მთავრობა რაც უფრო მეტს ცდილობს ის ვიღაცაზე იზრუნოს მით უფრო გამოსდის პირიქით და მე რასაც ვამბობ რომ მოდი მთავრობა თავი დაგვანებე ადამიანებს შეგვეშვი ცხოვრების საშუალება მოგვეცი ჩემი აზრით ეს არის ყველაზე ჰუმანური და ქრისტიანული წესრიგი იმიტომ რომ ბოლშევიზმი მთავრობის მიერ ხალხზე ზრუნვა და ასე შემდეგ პირდაპირ ეწინააღმდეგება ქრისტიანობას იმიტომ რომ ქრისტიანობა ის თავარი საზრის რითაც ჩვენ მოვედით მთელი ჩემი აზრით აი თავარი ქართული ღირებულება არა მხოლოდ ქართული რა თქმა უნდა მაგრამ როგორ ჩვენ მოვედით და ამ ქრისტიანობის საწინააღმდეგო რაც შემოვიღეთ იყო სოციალიზმი და ბოლშევიზმი და ზრუნველი მთავრობა თავისი შინაარსით მალავს ერთ რაღაცას რომ თავისი შინაარსით ის სოციალისტური და ხშირად ბოლშევიკურია ხო და ამას გეუბნება რომ ეს არის ზრუნვა და ახლა ბოლშევიკებიც იზახდნენ ხალხზე ზრუნავთო მაგრამ მანამდე ბოლშევიკებამდე არსებული ქრისტიანული ზრუნვა სადაც ნებაყოფლობით ადამიანები ერთმანეთს ეხმარებოდნენ და
იყო მოგეხსენებათ ბიზნესმენებიც არსებობდა, საქველმოქმედო ორგანიზაციებიც არსებობდა. იყო ბევრად ეფექტური და ბევრად ჰუმანური, ვიდრე ისაც მე კომუნისტებმა გააკეთეს. ხა დღეს შეიძლება ჩვენი ხელისუფლება იქნება თუ წინა ხელისუფლება თუ ჩვენი სისტემა ბოლომდე ვერ ახერხებს იმას, რომ აი ბოლშევიკებით ბჭყალებში ზრუნველი იყოს. მაგრამ ნუ სანამ შეუძლია მაგას აკეთებს და მე მაგის საწინააღმდეგო ვარ. მესმის ამ გაგებით, იმიტომ რომ აი თუნდაც ეს ორი ხელისუფლება უფრო მეტად გავს ერთმანეთს წინა და დღევანდელი ამ გაგებით, რომ ორივე სიტყვით ცდილობს რომ ვითომ ხალხზე ზრუნავს, იქ რაღაცა პენსიების მატება, მაგრამ პენსიების მატება რა არის? ვიღაც გიორგის ისა რა ქვია, ამოუღე ჯიბიდან ფული, მიეცი ბატონ ვასილს. შესაბამისად, ის ძარცვა არ არის პირველი, მეორე თუა დახმარება, ის პირველი რა არის, რო წაართვი. ხო და საბოლოო ჯამში ეს მთავრობის მიერ ზრუნვა. დგას ამ უსამართლობაზე ერთს წაართვი, მიეცი მეორეს რატო აძლევ, იმიტომ რომ ის უფრო მეტია რაოდენობრივად და იმის ხმები გჭირდება არჩევნებზე. ჩვენ ამის წინააღმდეგები ვართ. მესმის და ეხლა ხდება სწორედ აი პროგრამა ეს ამორჩეველი იზრდება ფაქტია, რომელსაც სულ უფრო მოეწონება ეს თეორია. არა, მე იმედი მაქვს რომ გაიზრდება ამ ქვეყანაში ამორჩეველი, ვისაც ყელში ამოვიდა მთავრობის ასეთი უცხოური ზრუნვა. მე ბაგაში რო გაიზრდება სიგარეტი რო 2.5 ღირდა და 10 რო გახდა და ამას რო ზრუნვას არქმევენ. მე მაგალითად ჩემი გამოცდილებით თქვენ ეხლა კიდე უფრო ესე წაიწევთ წინ. მაგრამ არა, ეს ობიექტური რეალობაა, იმიტომ რომ თქვენ იდეას ეუბნებით, იდეას ან იდეა ამარცხებს, ხო იდეას იმას იზამ და თქვენი იდეა გაქვთ. მაგრამ ეხლა მეორე გვერდიდან შემოხედე ერთ წუთი რომ მთავრობაზეც დაგეთახმება რა პლატონი დაიწყო ჯერ ფიქრება გაზე, ხო? სანამ ნიჩე დაიწყებდა და მთავრობის გარეშე ადამიანები რობინზონ კრუზოს არ ჭირდებოდა. პარასკევა რო ყავდა, არც მაშინ არ დაჭირდა მთავრობა, მაგრამ ათიკად ოჯახი რო არის არ ჭირდება, მაგრამ მე რო ჩდება ადამიანები სამწუხაროდ ჩვენ და ადამიანები ვერ ძლebენ მთავრობის გარეშე. ეს კარგია თუ ცუდია დავანებოთ თავი. ჩინგისხანი იქნება თუ ვიღაცა იქნება, ხო? დემოკრატია თუ სხვა ფორმით ამიდიან ამასთან. ამიტომ ხა ეს იდეა რომ ჩვენ ადამიანები ამას იზამენ, იმიტომ რომ ქრისტიანობას ეს ეწინააღმდეგება გეთახმება, როდის ცხოვრობდა კაცობრიობა ქრისტიანობის იდეებით. იცი რა, მან კიდე ერთი მომენტია ხა მართლა იქიდან გამომდინარე რომ შორს არ ვარ არც ქრისტიანობისგან და არც თქვა იდეოლოგიური თემებიდან, ხო? ესე იგი პირველი რაც იაგომ რაც ახსენე ახლა ხო ქრისტიანობასთან დაკავშირებით. პირველი ის არის რომ ჯერ ერთი პირველი ყოფა ქრისტიანობისა ძალიან კომუნალური იყო. აი კომუნაში ცხოვრობდნენ ჩვეულებრივად. სანამ სახელმწიფო გახდებოდა, ხო, პირველი საუკუნეების ქრისტიანობას ვამბობ და 60 ქულოში პირდაპირ წერია, რომ დიდრები ყიდიდნენ თავის ქონებას, მოქონდათ მოციქულებთან, თვითონ კი არანაწილებდნენ, რომ აი ეს შენ და ეს შენ და ეს შენ, ანუ როცა მთავრობაზე ვლაპარაკობთ. მოციქულებს აძლევდნენ თელ თავის ქონებას და მოციქულები ანაწილებდნენ იმის მიხედვით, ვის რა საჭიროება ქონდა. ანუ რეალურად ის რაც ჩვენ ამბობ რომ ქრისტიანობის ეწინააღმდეგება აბსოლუტურად სხვანაირად არის, ანუ კომუნალური ყოფა იყო და ეს არ იყო ესე რომ აი სადღაც დავდე და ვისაც უნდა მივა და აიხებს. არსებობს იერარქია, სამოციქულო იერარქია არსებობს, მოციქულები არსებობენ. პირდაპირ წერია სამოციქულოში რომ მოქონდა ეს ქონება, თავისი გაყიდული ქონება და ფეხთან უდებდა მოციქულს. ხო, მაგრამ მოქონდა ნებაყოფლობით. არა, ნებაყოფლობით რა თქმა უნდა, მაგრამ ნახე უყურე როგორ რაღაცა. ეხა მე შემოგიტრიალებ იმ ძალადობის ამბავს. ესე იგი ეს ერთ-ერთი მომენტია სამოციქულოში, როდესაც ერთი მდიდარი მის ცოლთან ერთად გაყიდის თელს მის ქონებას და ნახევარს მოუტანს მოციქულს და დაუდებს წინ. და ეტყვის მოციქული ეკითხება, პეტრე მოციქული ეკითხება, რომ სრულად არისო ის რაც გაყიდეო. იმიტომ რომ იცის მისი გული რომ ნახევარი მოუტანა და იტყუება. და ესე იგი, ესეუნება რომ კიო სრულად არისო. და ისა რა ქვია, მე ცოლს ეკითხება რომ სრულად არისო რაც გაყიდეთო. იმიტომ რომ ესენი მოდიან, ესეუნებიან რომ ას ჩვენ გქონდა ყველაფერი მოვიტანეთ და აი ჩვენ გვინდა რომ ყველამ დაინახოს რომ როგორი კეთილები ვართ რომ ყველაფერი მოვიტანეთ. და ცოლიც უდასტურებს რომ კიო მე სრულად მოვიტანეთო. და იქვე წერია ორივე სიკვდილით მოგტნენ. იმ წამსვე, როგორც კი ცოლმაც დაადასტურა სიკვდილით. ეხლა ეგზეგეტიკაში არ შევალა ეს რას ნიშნავს და როგორ ნიშნავს, მაგრამ თხრობა ასეთია რა, რომ ანუ ისე კი არ არის რომ ეხლა ამან ესე რაღაცა რა ქვია მაგას ფილანტროპიულად ეს ყველაფერი მოიტანა, ესე სადაც გინდა იქ დაალაგე და მე ვისაც უნდა ის ყველაფერი აიღებს.
იქ მკვეთრად ჩამოყალიბებული იერარქია, მერე ეს იერარქია უკვე გადმოდის ეპისკოპოსებში, ეკლესიის ფორმირებაში და ასე შემდეგ პატრიარქის კურთხევაში და ასე. აი ეს იერარქია, რომელიც იქნება მოციქულების დროს და როგორც ხდება აი ეს იკონომია, ესე ვთქვათ, მართვა-გამგეობა ეკლესიისა. არის კარგად აღწერილი ამ ყველაფერში და ეს არ არის ესეთი, რა ქვია, მაგას უიერარქიო, ანარქიული ყოფა, სადაც ყველას როგორც უნდა ისე იქცევა და ასე. მე ის თქვავით, ჩვენ ხა ცოტა ჩამოვიდეთ აქ, იმიტომ რომ ის რომ მთავრობა და მინდა დავბრუნდეთ, რომ ანუ მთელი ამბავი არის, რომ ნახეთ, შენ რო ამბობ, რომ ოცნებას ეს ყველაფერი აწყობს და თქვა შეიძლება ხელს უწყობს ოპოზიციის ამგვარ ქცევას და ასე შემდეგ. ერთი მომენტი იყო და რაღაცა პერიოდის განმავლობაში არ იყო ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ მართლა ეხლა ჩვენ რო ვისაუბროთ, ჩვენ რო ვიდისკუსიოთ იდეოლოგიურ ნაწილში, მასე მეც პოლიტიკოსი უნდა ვიყო და პოლიტიკური დისკუსია უნდა გავუმართოთ და ჯობია რომ ისევ იმ ნაწილში დავბრუნდეთ, მე მგონი რა ყოველ შემთხვევაში. ესე იგი რისი კითხვა მინდა, ნახე რომ ქართული ოცნება მანამდეც იყო ხოლმე ესაუბრები სულ მათ შორის თქვენგან, რომ თქვენი ჯგუფისგან, რომ ქართულ ოცნებას აწყობს ეს პოლიტიკური ჯგუფი. აი ეს დიქოტომია რა, ქართული ოცნება, ნაციონალური მოძრაობა. იმისთვის, რომ ნაციონალური მოძრაობა რო არის მისი ოპონენტი, ქართული ოცნება ადვილად იმარჯვებს ამ დიქოტომიაში. და რაღაცა დოზით თითქმის მთლიანად ვეთანხმები ამ პოსტულატს, რომ ამ დიქოტომიაში ქართულ ოცნებას აქვს უპირატესობა რა. მაგრამ ის რაც ახლა ხდება ოპოზიციაში, ის ამ ოპოზიციას აბსოლუტურად ანადგურებს. და შესაბამისად ქართული ოცნება გამოდის, რომ თუ ლოგიკას მივყვებით, რომ ქართული ოცნება ეხმარება ამ ალიანსების შექმნას რაღაც ეგეთ რაღაცებს, თვითონ ანადგურებს იმ ინსტრუმენტს, რომელზეც დგას მისი ძალაუფლება. ოღონდ ერთი რაღაცა არის, ყველას ესმის, რომ ნაცმოძრაობა უდრის მიხეილ სააკაშვილს. ანუ მიშას გარეშე ნულები ვართ, არის ჩემი აზრით ნაცმოძრაობის ყველაზე კაი დახასიათება. ამას თვითონ იძახდნენ მათი მხარდამჭერები და ეს ქართულ ოცნებას ძალიან კარგად ესმის. შესაბამისად, როგორ გითხრათ, ის რა ხო შეიტანეს საკონსტიტუციო არჩევნები. ხო არ უნდა ყოფილიყო, რამდენჯერ დაპირდნენ ხალხს, რომ ნაცმოძრაობა არ იქნება, ეს არ იქნება, ისეთი. ხო ყველას ესმის, რომ საბოლოო ჯამში ეს არასდროს არ ცდება რაღაცა ფარგლებს. იმ ფარგლებს რო აი შემთხვევით რამე ისეთი არ მოხდეს, რომ ჩვენ 50%-ზე ნაკლები არ ავიღოთ. აი ამ გადაზღებას აკეთებენ, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ხალხი ყველა არსებობს. ეს საკონსტიტუციო არჩევნები საერთოდ გამოიხმეს ახლა და ვითომ ვიღაცა დავამატეთო, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, კიდე ჩავატარებ ჩვენ არჩევნებს და ეს ხალხი ისევ იგივენაირად იქნება და იტივტივებს ამ პოლიტიკურ სივრცეში. ერთია საქმე მან წარმოგაჩინოსო, ხო ქრისტიანული მორალი ამას გვეუბნება. და ერთის მხრივ არის ბრძოლა, რომ ქართული ოცნების ამორჩეულმა დაინახოს რაღაცა იბრძვის, აი მათი ლიდერები წარმატებით ამარცხებენ ნაცმოძრაობას, ასე შემდეგ, მაგრამ საბოლოო ჯამში აი არასდროს არ მიდის იქამდე, რომ შეიცვალოს პოლიტიკური ხო და ვინ უნდა შეცვალოს? აბასო, შენ ამ ტვირთს აკისრებ ოცნებას, ხო? არა, მე არ ვაკისრებ ამ ტვირთს ოცნებას. არა, ეს ოცნება უნდა ქნას? აი სათო ოცნება მოწონს არ მოგწონდეს ეს ესეთი რამე მოთხოვო რომ ხო ძალაუფლებას არ უნდა მოთხოვო რომ აი მაგალითად ისე ყო რა მაგალითად ფიშერი რო იყო ჩვენ დროს ესე ყო მან გამოთქვა და იცი რა ასე არ ვარგა ყველას რო უგებ და ცოტა წააგეხოლმე ხო და იმიტომ რომ თუ შენასაც ამობ ესე იგი ანუ დროგის მეხოლმე ესე იგი ამ ოცნება ამას იდეურად უჭერს აი ფინანსური დოკუმენტი არ მაქვს ახლა და არ შენ ხარ ვიცი ეს ფინანსური ამბავი როგორ არის მაგალითად გვარამიას და მისი პარტიის кейსი ხო ნახეთ წინარჩევებზე ხო მაგრამ ნუ ფინანსურიც გვაქვს მტკიცებულება ანუ მე გეთანხმებით იმაში რომ ქართული ოცნება თუ შეუძლია მოგება უარი რატომ უნდა თქვას მოგებაზე მაგაში როგორ შეიძლება შეგეწინააღმდეგოთ მაგრამ როგორ გითხრათ ხო არსებობს შეიძლება ეს ვიღაცას ეჩვენებოდეს რაღაცა რომანტიკულ სიტყვებად, მაგრამ ხო არსებობს რაღაცა რომ ქვეყანა ჩაგაბარა ხალხმა რაღაცა 13-15 წელია უკვე. და შენი ერთადერთი ამოცანა არის ძალაუფლების შენარჩუნება და არაფერი სხვა არ გინდა. აი ხო არის რაღაცა საერთოდ ყველა თავრობას რაღაცა უნდოდა. ეს მაინტერესებს ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ ეს საკითხი, მაგრამ მე რო უყურებ ესე პარტია ნებისმიერი პარტია ეს ჩვენ რამდენი მივწეროთ მაინც დამოკიდებული არის პირობითან ან ვირტუალურ ამორჩეველს იმ განწყობებზეა დამოკიდებული. იც რომ სრულად გეთანხმები 100%-ია, მაგრამ გეცება რომ მიშა ლიდერი ალიანსის და იქნება, იმიტომ რომ თავის დროზეც კი მე რაც გითხარი, ამას მაგ მიაქცია ყურადღება მე ისტორიიდან ვიცი ეს ამბავი უბრალოდ. ამის მომსწრევარ რომ მიშა იყო ლოკომოტივი თქვა, რა გითხარი, იმდენად იდეებში არ იყო ჩახედული, ანუ მაშინაც კი იდეებში რო არ იყო ჩახედული და არ აინტერესებდა, მაშინაც დაიყენეს ლოკომოტივად. იმიტომ რომ მიშაზე უკეთესად იცოდნენ ის იდეების ხובה, მაგრამ თვითონ რო არ შეეძლოთ ლოკომოტივობა, იმიტომ დაიყენეს მიშა. ცხადია დღესაც ადამიანებისთვის ყველაზე
ხილული არის რაღაცა. აი ვერ იტყვი რომ აი მაინც საუბრის გამოა, ვერ იტყვი რომ მაღალი რო ამიტოა, აი ვერ, მაგრამ რაღაცის გამო არის ის ადამიანებში გამორჩეულად ლიდერი. ამას ქვია გინდა ქარიზმა დავარქვა და რაც გინდა დავარქვა. კი ბატონო, ეს 2x2 4-ია, მაგრამ ფაქტია რომ ეს ამომრჩეველი მე ამის თქმა მინდა და ვფიქრობ რომ ამას ნაკლებად ითვალისწინებ სოფხედველობრივად მეტნაკლებად არის სოფხედველობრივადაც არის გაერთიანებული არ არის მარტო ძალაუფლების გამო მათ როგორ უნდა დაპირდნენ დაცეთ შენამ რომ თქვა ძალაუფლებას და ამას დავშლით ამას არ ვიზამთ როდესაც მაპატიოდ მოთვა და განადგურებით პირდაპირ რომ მოვალთ ძალაუფლებაში მეორე ნაწილს გავანადგურებთო ნუ თქვა ესე სოფხედველობრივად თუმცა ფიზიკურადაც არა პირდაპირია ხო ყოველდღიურ საუბარში არ შეიძლება ამას არ უსმენდე ხო ესეა პირდაპირ ეხლა ამათ ვაროთ ხო ჩვენ ამოვალთ და ძალაუფლებას დავშლითო ძალაუფლებას რატო უნდა თქვენ ახლა ეგ ამბავი მაგრამ სოფხედველობრივად არის ერთი ყაიბის რომელიც მაინც მე მგონია რომ ახალ ადამიანთან არის ეს დაკავშირებული ბევრი მიტმასნილია ამ იდეასთან მაგრამ იდეა ეს არის იდეების გამოდგება თქო აქ მხარეს დგას ოცნების მხარეს ვინც ამას ინარჩუნებს აი ბევრი შეგიძლია მაგალითი მითხრა რომ ამას არ კი ბატონო ვიღაცა შეიძლება არ წავს არ მთლიანობაში არმია რო დგას აქ მხარეს ამ იდეას იცავს მე რატო გითხარ მესამე კომპლიმენტი კარგი თქვენი არის ახალი რომელიცაც სოფლიოში აპრობირებულია არა ხელისუფლებაში მაგრამ აპრობირებულია ეს იდეოლოგია ჩამოყალიბებულია მაგალითად შენ არ ჭირდება ფიქრი როგორ მოიქცევა ლიბერტალიანელი მაგალითად ციხესთან დაკავშირებით როგორ უნდა იყოს აბსოლუტურად როგორ უნდა იყოს საკუთრებასთან დაკავშირებით იცი ჩამოყალიბ ხო ესეა იდეოლოგიურად არ ყველაფერი აქ ფიქრი ჭირდება შენ ახლა ყობრად ლაპარაკობ არც პენსია გჭირდება საერთოდ არა ლიბერტალიანებში პენსია მაგალითად ვამბობ რა ხო ესეა პენსია არც ის არ არის რაც დღეს არა ვიცი რაც არის მაგრამ ანუ ფინანსობრივად პენსია სხვა რამე ხო ამბავია ესეთი მაგრამ როდესაც აბიტო არის რომ სამი იდეოლოგია იბრძვის თქო მე დღეს ვერ ვხედავ შეიძლება აი გიორგი ხედავს ამის თქვა მინდა არის ჩვენთან არავინ არ არის სხვა ამ წუთას ყოველ შემთხვევაში არ ჩანს ხო ეს აი ამაზე დგას იმიტომ რომ ის რომ ჩამოყალიბებული არა აქვს აი კრიტიკულთან თუ შევხედავთ სამიც კი არ არის ორიც არის ანუ იმიტომ რომ მე ზოგადად ქართული ოცნების და ნაცმოძრაობის ამომრჩევლებს განსხვავებული რა უნდათ ერთმანეთისგან გარდა იმისა რომ ერთ ბიზნესს მოწონს მეორეს მიშა ფიზიკურად არ მესმის ანუ თქვენ გინახავთ ოდესმე ამ დისკუსიაში სადღაც რომ იცი რა ნაცმოძრაობა ჩვენ სხვანაირი სასამართლო გვინდა საკუთრებაზე სხვა ერთად ძახის რომ გაუმარჯოს ბიზნესს მეორე ძახის გაუმარჯოს მიშას შინაარსობრივად თელი პრობლემა მაშინ მდგომარეობს რომ ეს არის ამორჩეველი რომელიც სხვადასხვანაირ ბელადს ეძებს მაგრამ ბელადს ეძებს შინაარსობრივად და ჩვენ კიდე გვიდა გავაჩინოთ ისეთი ამორჩეველი რომელსაც არ უნდა ბელადი აი და სხვადასხვა რაღაცა კაი რაღაცა თქვი ანუ ეს რობოტოს აქედან კი არ გამოდის რაღაცა თავისი და რომელსაც ხედავს იმის დამცველს ვიღაცა უყურებს ბიზნესში ხედავს ამის დამცველს თვით თავისი სამყარო რაც აქვს და ის მიშასი ხედავს ამის დამცველს ამაზეა თორე ამორჩეველი სხვადასხვანაირი პატრონი უნდა აი ეს ხალხი ეძებს სხვადასხვანაირი პატრონს საბოლოო ჯამში ანუ აი იქაც კი სადაც შეიძლება ყველაზე მეტი ეგრეთ წოდებული თავისუფლება და რაღაც ასე შემდეგ ხო ანუ ყველაფერი მაინც განპირობებულია ხო ანუ ტრამპი არის აი იმ თქვათ მაგალითად იმ იდეების ლოკომოტივი რომელ იდეებზეც თქვათ ტრამპს დაუჭირეს მხარი ანუ მაგალითად იქ შეიძლება იმას რა ქვია მაგას ტედ კრუზს უფრო მეტად ჰქონდეს ეგ იდეები თავის თავში გააზრებული და რაღაც იდეოლოგიურად ტედ კრუზი უფრო იყოს მაგ იდეოლოგიის მატარებელი რომლის ლოკომოტივის ტრამპი იქნება მაგრამ ნუ ტრამპია რა ის რომელსაც ხარი დაუჭირა ხალხმა ხო ანუ საბოლოო ჯამში ანუ როგორც არ უნდა იდეალისტურად დავინახოთ რაღაცა მოცემულობები რა ჩვენ აი ეს რაღაც იდეა რაღაც ჰორიზონტალური მართლობა და რაღაც ასე შემდეგ ნუ ისტორია აჩვენებს რომ ბოლოს ლიდერამდე დადის ყველაფერი რა ბოლოს დავიდა ორბანზე და ორბანის საწინააღმდეგოს თქვათ იქით მადიარზე და ასე შემდეგ. ხო ანუ ვიღაცა ტიპმა რაღაცა ლიდერობა უნდა აიღოს და უნდა თქვას რომ აი მე გეუბნებით რომ ეს ასე იქნება რა. ანუ ბოლოს ამ პოლიტიკა მაქამდე მიდის რა, ვერ გამოდის. ანუ ჯერჯერობით არ ყოფილა ის შემთხვევა, როდესაც ჰორიზონტალურად დაალაგდა
პროცესი, ხო? რომ აი რაღაცა ეს შემდეგ, ანუ იგივე თქვა დავიღოთ კომუნიზმშიც ესეა, რომ ბოლოში საერთო ხელისუფლება არ უნდა არსებობდეს და ეს კომუნებში უნდა იყოს და კომუნები თვითონ გადაწყვეტენ და თვითონ იარსებებენ და ასე შემდეგ, მაგრამ ბოლოს ლენინამდე და სტალინამდე მივიდა საქმე, იმიტომ რომ იქაც ეგრეა რა. ანუ ეს ჰორიზონტალური ამბავი და აქაც იმიტომ ფუნქცია, აქაც იმიტომ დადის ეს ყველაფერი, რომ ბიძინა და მიშამდე, თორე რეალურად ეხა ვიზეც მას ლაპარაკობს მიშა რა, მიშა კი არა, ვასიკოვისაც ახსენებდა ამ შემთხვევაში, ხო ეს ჩერგო და გვარამია და ვიღაცები რო ახსენე ხა მე არ მეხსენებ ერთ-ერთი გვარი იაგო მახსენა ხო ეხა რო ავიღოთ ეხა შიგნით მეტიც ავიღოთ აი თუნდაც ნაციონალური მოძრაობის ჩერგო და გვარამია შეიძლება ნაციონალური მოძრაობის უმრავლესობისთვისაც მიუღებელი ტიპები იყვნენ ხო როგორც ლიდერები ხო და ვერ იქნება მათი პირობითად ესე მაგრამ იმაში გეთანხმები რომ აი თქვა ნაციონალური მოძრაობის და ქართულ ოცნებას ესე რო ავიღოთ ანუ იდეოლოგიურად შეიძლება ბევრი რამე არ განასხვავებდეს ნაციონალურ მოძრაობას, აი ჩერგო და ნიკა გვარამის არა, რაც ნაციონალურ მოძრაობაა და ქართული ოცნება. ამომრჩეველზე ვსაუბრობ ამ შემთხვევაში, ანუ ამომრჩეველზე ლიდერებს ნუ ამომრჩეველს ეხა ქართული ოცნების ამომრჩევლისთვის ყველაზე კატეგორიული მიუღებლობა რაც არის ნაციონალურ მოძრაობაში, ეს არის ძალადობა, რომელთანაც ის ასოცირდება, თორე ახლა იქ რაღაცა პენსია ამდენი იყო და ის ძალადობა ხო, ჩემთვის არის ძალადობა, ნებისმიერ რამე არის ძალადობა, როდესაც შენ ადამიანს, რომელსაც სხვა ადამიანისთვის არაფერი არ დაუშავებია, რაღაც ტიპის რეპრესიის ქვეშ ამყოფებ. გასაგებია რომ მიშას უფრო უყვარდა ძალადობა. ბიზინა უფრო კეთილი კაცია ამ თვალსაზრისით, მაგრამ ხალხის წვალებას რო შეხედა, რო გამოვიდნენ და რო თქვენ 2500 ბარი გადავიჭირეთო. და ხო ყველას ესმის, რომ საქართველოსთან ქვეყანაში არანაირი 2500 ბარი არ არსებობს. ჩვეულებრივად რავია, ჩვენ ადამიანი რომელიც მეგობარს ჯოინტი გადააწოდა, რავი, რეპრესიების ქვეშ მოყვა და საგიჟეთი გვაქვს მოწყობილი ქვეყანაში. კი ბატონო, მიშას დროს ციხეებშიც უმატებდნენ ზედ ცემას. მაგრამ ახლა კარგი უკეთესი კამერა გაქვს. ადამიანი რო გამოკეტე რაღაც ოთახში, რომელსაც სხვა ადამიანი ერთი მომჭივანი არ ყავს. და ასეთი ადამიანი მე პრემიერს ვკითხე, როცა პარლამენტში ვიყავით. რამდენი არის პატიმარი საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე, რამდენი უნდა იყოს მეთქი. მაშინ გით ახლა მეტი ყავს პატიმრები. გითხრა რომ 10000-ზე მეტი ყავსო და 5000-მდე უნდა ყავდესო. პრემიერის ნათქვამი პარლამენტში საჯაროდ ნათქვამი. მე მოიმატა კიდე რაოდენობა. აი პრემიერისვე ნათქვამით, ბატონი კობახიძისვე ნათქვამით. 5000 კაცი ხო ყველა გვიზის ციხეში. ხო და აი მე ეს მგონია ზუსტად იმის გაგრძელება, ოღონდ უფრო მობიერი ფორმებით, რაც ხდებოდა სააკაშვილის დროს და მაშინაც ეს ხდებოდა სამწუხაროდ საზოგადოების უმრავლესობის შეკვეთით. მაშინაც არსებობდა ადამიანები ქვეყანაში, რომელიც სააკაშვილს ეუბნებოდა მიდი დაცხე მაგათო. და დღესაც სამწუხაროდ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ქართულ ოცნებას ეუბნებიან, მიდი დაცხე მაგათო და მე კიდე მინდა რომ ამ საზოგადოებას აი ქრისტიანობა აქ არის საჭირო ჩემი აზრით. და ეს არის მათ შორის პრობლემა, რომ ჩვენ დიდი ხანი ბოლშევიზმის პერიოდში ვიცხოვრეთ. თორე ქრისტიანულ საზოგადოებაში ეს ძალიან რთული ამბავი იქნებოდა, რომ მოდი ხალხო იქნება დავფიქრდეთ. რომ ნუ ვაწამებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც სხვა ადამიანისთვის არაფერი დაუშავებიათ. ეს არის მთავარი ქრისტიანული ფაბულა და ამას ეწინააღმდეგება ჩვენი ხელისუფლებები როგორც წესი. ისა ერთი რაღაცა მე მგონი კამათიც ხო შეიძლება ამბობდა ნამდვილად გეთახმები რომ ქრისტიანული ეს არის ქრისტიანობაში რასაც შენავ მაგრამ ქრისტიანობაში რო არის ქრისტიანობის სახელით ცინამში სხვა რამე კეთდებოდა და ეგრე არ უცხოა ამაზე სახელმწიფო არ აგებულა არასდროს შენ კარგად ვთქვი რომ უმრავლესობის შეკვეთა არის მაგას გეუბნები რომ ჩვენ უნდა გქონდეს ჯერჯერობით ნახერად შენ მიდიხარ გარკვეულწილად პლატონთან. პლატონი ამბობდა რომ ყველაზე ცუდია დემოკრატიაო. ყველაზე კი არა ერთ-ერთი ყველაზე ცუდიაო, იმიტომ რომ უნდა ჭკვიანი ხალხი უნდა მართავდესო. რომ მიხვიდეთ მე არ ვარ პლატონისტი სხვათა შორის, რო იცოდეთ. პირიქით. აბა რა სამო მე არ ვარ პლატონისტი. არა ის რა სამობდა? არა, კარგი გეუბნები რომ ხარ თქო. იქიდან იწყება ის მავნებლობა იწყება პლატონისგან. კი ბატონო და რა ის რა სამონდა იცი რომ ჩვენ ადამიანები უმრავლესობა დემოკრატია თუ გინდა და ჯერჯერობით შეიძლება ლაპარაკობს მაგას ამბობდა თქო პლატონი რომ დემოკრატია და უმრავლესობის შეკვეთით კი არ უნდა მოხდეს ჭკვიანურად უნდა იყოს მე შეიძლება არ ხარ პლატონისმა დაახლოებით თქვენც მასე მიდიხართ მაკეთკენ იმიტომ რომ უმრავლესობის შეკვეთა უმრავლესობის შეკვეთა უფრო არისტოტელესკენ ვართ არა უმრავლესობის ნახე გიორგი მაგალითად ლიბერტარიანიზმი თუ ძალაუფლება არ გექნა ეხლა შემდეგ გადაცემის თემიდან მოვდივარ
ადამიანებმა რატო არ მიიღეს აქამდე ლიბერტარიანიზმი? იმიტომ რომ ეს მაინც არის რჩეული ადამიანების, გინდა არ არჩეული, მაგრამ რჩეული ადამიანები, რომელთაც ეს იდეა ესმით, დიდ ადამიანებს, უმრავლესობას ეს იდეა არ ესმით. ახლა მთელი ამბავი რო არის. შეგვიძლია ხსენე, უმრავლესობის შეკვეთა არის, თქვათ, ნარკომანიასთან ესეთი სახით ბრძოლა. ნარკომანი მომხმარებელი თუ რო გადააწოდებს ამ ჯოინტს, რომ ის არ არის დადებითი ადამიანი, ეს უმრავლესობის შეკვეთა არის. შევიდეთ ახლა ამ წუთში ესე არის თუ არ არის. რაღაც ეგრე არის, კაცო, ხო იყო იმის რა ქვია მაგას სამედიცინო მარიხუანის ლეგალიზაციის ინიციატივა და რატო არ გავიდა ხო გახსოვს ეგ ამბავი ახლა. ეგეთია. თუმცა მაგალითად შუა საუკუნეებში ჩვეულებრივად იყო კონტროლის მექანიზმია საზოგადოების სამწუხაროდ და ჩვენ საზოგადოებას ჩვენ ის ყიდაუბრუნდით იმითი რომ არა საჭირო კონტროლის მექანიზმები შეინარჩუნოს თავრობამ რა მე-20 საუკუნემდე ნარკოპოლიტიკა თავრობის ხელში საერთოდ არ ყოფილა ეს სულ იყო ადამიანების და ეკლესიის და ვიღაცების ხელში მე-20 საუკუნეში დაინახეს რომ ეს ადამიანების კონტროლის კარგი საშუალებაა პოლიტიკური მიზნით და არც ერთი თავრობა არ უშვებს ხელიდან თორე თავიდან დაიწყო ქართულმა სისტემამ მოგეხსენებათ მე ბიზნეს ვიღაცა მუთხრა რომ იცი რა არ გაუშვა ბატონო ბიზნეს ხელიდან დაგჭირდებაო და ისე დავიწყეს ნარკოპოლიტიკაზე რომ დავიწყებთ იქ მაგრამ მე ვთქო სოფლიოში თქო დემოკრატია თუ გინდებლარიან ასე რომ იტყვია დემოკრატია თუ გინდებლარიან დემოკრატია გინან ბოლოს მიდიხარ უმრავლესობის იმასთან აბა ეხლა ტრამპი რო გამოდის და გემებს ძირავო რო ალაპარაკობს ხო ესე თქვა რადგან იგივე სიტუაცია ხო იმ ამერიკაში რეალურად რატო ასრულებს იმ უმრავლესობის შეკვეთას ვიღაცას მოწონს ეს ამბავი ხო ესეა ნებისმიერი კანონი ესეა უმრავლესობის ნება დემოკრატიის ლიბერალური დემოკრატიის ეგრე რომ ვთქვათ თავარი მახასიათებელი ის არის რომ უმრავლესობის ნება უნდა იყოს შეზღუდული საღი აზრით ამიტომ არსებობს სასამართლო იმიტომ რომ უმრავლესობა არის ძალიან საშიში უმრავლესობამ შეიძლება გადაწყვიტოს განსხვავებული ადამიანების დახოცვა გადაწყვიტოს არ უქნია უმრავლესობას ეს კაცობრიობის ისტორიაში თუ რა ამიტომ არის საჭირო საღი აზრი რომლითაც ის კონტროლდება მოსკოვის სასამართლო ჩვენ სამწუხაროდ სასამართლო არასოდეს არ გქონია არასოდეს ამ ქვეყანაში სასამართლო არ ყოფილა და გვინდა რომ უმრავლესობის ჭკუაზე ვიაროთ სასამართლოს გარეშე და უმრავლესობით ჭკუით სიარული სასამართლოს გარეშე არის აბსოლუტური ბოროტება ამას ჯობია ნებისმიერი რამ რომ საღი აზრის კონტროლის გარეშე იარო უმრავლესობის ჭკუაზე ეს უმრავლესობა რას ნიშნავს კონკრეტული საქმის უცოდინარ ხალხთა ერთობლიობა აი მაგალითად ბინათ მესაკუთრეთა ამ ხანაგობის კორპუსის უმრავლესობით რომ წვიტავდეთ გიორგის ოპერაცია გაუკეთოთ თუ არა ჯანდაცვის პრობლემები გადაწყვიტოთ უმრავლესობით რა საშინელება კოსმოსში რო გავფრინდეთ არა ინჟინრების გადაწყვეტილებით არამედ უმრავლესობის გადაწყვეტილებით და არსად რო არ მუშაობს ის წესი უმრავლესობის გადაწყვეტილება საღი აზრის გარეშე რაღა პოლიტიკაში იმუშავებს სასამართლოც ნახე სასამართლოც არის ღვთიურინებით კი არ ხდება ესე რატომით და არის ადამიანების დანიშნულ სამართლი ახლა მე რო არ ვიყო და ქონდეს უფლება გეტყოდი მაგალითად მაგრამ გეტყვი ახლა ჰააგის სასამართლოა ყველაზე დიდი სასამართლო ხო ესე რო ვიცი ესე ვიცი მე და რა ხო ნუ ყველაზე მნიშვნელოვანი მე ზოგადად ქართული ტრადიციული სასამართლოები მიყვარს არა სასამართლო გიყვარს მაგრამ სვანურ სასამართლოს წემ განსაკუთრებით პატივსაც არსებობდა ისტორიაში საქართველოში სულ და თუ ქართულმა ხალხმა ინება და უფალმა მეოდესმე მომეცა საშუალება რომ ჩვენი სასამართლოს რეფორმირება მოახდინო მისი ძირითადი პოსტულატები იქნება ამოღებული ქართული ხალხური ტრადიციული სასამართლოდან განსაკუთრებით სვანური სასამართლოდან მაგრამ სხვებშიც არის ძალიან მნიშვნელოვანი დადებითი ის ერთი მუხლი მოგწევს ალბათ სვანური სასამართლოს ხო რომელი ერთი გააჩნია აი შენ რო ჩემ ადგილას იყო აბა შენ რომელი სვანურ სასამართლოს არა მაგალითად მოსამართლის არჩევის წესი იმიტომ რომ მოსამართლე უნდა იყოს ის ადამიანი რომელსაც მხარეები ანდობენ საკუთარი სასამართლოს ხონების გაყოფის წესი კი იცი მაგრამ მიცხოვრე ამ სვანეთში სვანეთში როგორ იცი მე უნდა დაგისახელო მე დაგისახელებ შენ აი შენ რაღაცას მედავები და მე გეტყვი შენიანებს რომ იმათ უნდა დაიფიცონ შენთან ერთად აი ეს არის ამბავი შენ ბატონო თუ მაგას მოსამართლის ნებაყოფლობით არჩევდება მე უნდა დავიფიცო რომ შენ ადგილას რო ვიყო მაპატიებდი აი გეუბნები რომ ეს ესეა და მე უნდა დავიფიცო და ოღონდ ეს მუშაობს თქო რატო მე თეორიაში განსაკუთრებით ახლა პრაქტიკაში იცი სად მუშაობს დღეს მაგალითად ეს აბატონო მე სვანი ვარ ნახევრად და ვიცი ეს დღეს აღარ მუშაობს არც საქართველოში და ფიცია და ეს არის ადამიანის რომელსაც ხატის წამს იმ ადამიანზე აგებული
ხატის წამს იმ ადამიანზე. თუ ხატის არ წამს, სწორად გამიგე. შენ რო ამბობ სვანური სასამართლო და კიდევ ვახტანგ სასამართლო, ის იმ რეალობაში მუშაობს. ეს ამ საზოგადოებაში კი შემოიტანდი, მაგრამ ამიჯერე რომ არ შემოიტანდი პრაქტიკაში რომ დადგებოდი, იმიტომ რომ დღეს რამდენიც გინდა ადამიანი დაადებს ბიბლიას ხელს, ან ხატზე დაიფიცებს ჩვენ ბიბლიაზე არ ქონდა და შვედურად მოიტყუება და შეც ჩემზე კარგად იცი ეს ამბავი, ხო? ამ სფეროში ხარ და ხო, არა, მეტი ის რწმენაზე ზოგადად ბევრი რამე დგას, მაგრამ ბევრი კი არა, მეტი ეს არის მხოლოდ ქართული ტრადიციული სამართლის მთავარი პოსტულატი არ იყო, რომ მხოლოდ ეს წამს არა, იქ თქვენ მართლის არჩევის სხვა მექანიზმი არსებობდა. ეს ახლა თუ გინდა კიდევ გადაწყვეტ სვანური სამართლის და მოვუყვანოს, მე აგერ შემსწრევ ვარ, მე აგერ ცოტა ხთისი, მაგრამ უკვე ეჭვი არის, იმიტომ კი არა ძალიან მაგარი იყო, მაგრამ ეს არის მხოლოდ მუშაობს ამ ტიპის სასამართლოში თქო და თქვენ სოფხედველობაში ეს დამეც ვერ ჩაჯდება დღევანდ. ესე იგი ჩვენ დობას ეს ვერ მოიპოვებს და მე რატო გითხარით, ხა ხაგის სასამართლო და სწორად ასხლიტე რო გადავიდე. ყველაზე დიდი სასამართლოა ხო ესე გიორგი? რამე ხო არ არის ხაგის სასამართლოზე დიდი. მაგრამ თითქოს არა ხო? თითქოს არა ხო, მეტი არ ვიცი და. ნუ ყოველ შემთხვევაში ყველა არ ეთანხმება მთელი მსოფლიო, მაგრამ აო და მაგიბიდა რომ თქვა და ხაგის სასამართლო და ყველა შეთანხმდა რომ აგია ყველაზე დიდი სასამართლო, მაგრამ როგორც კი არ მოეწონათ მისი გადაწყვეტილება და პირდაპირ მოაქციეს სანქციის ქვეშ. ანუ ადამიანური სამართალია, ღვთიური სამართალი არ არის თქო მას ხო ესეა და არ მოაქცია ვინ? პირველ რიგში ვინ წაარტყა თავში და ჩაშალა ესა? ამერიკა თვითონ ხო? რომელიც არის სამართლიანობის თვალსაზრისით. ანუ სამართალი და მოსამართლეც, ხა თეორიაში როცა ვსაუბრობთ, ეს ადამიანების დანიშნულია ეს მოსამართლეც, ხო? და სანქცია ხო თქვენს ხარ ვაუბრობ. სანქციების ქვეშ მოახვედრა. არა, მე ჩემთვის არ არის სამაგალითო ხაგის სასამართლო, ამიტომ არა, ვერ მივყვები იმ ხალხს. არა, ვინ არის აბა სამაგალითო? აბა ხო რა სასამართლო თეორიაში ხარ ვაუბრობ. სვანეთისო რა გინდა? არა, სვანეთის სასამართლო მე იაგოს საკამათი იდეალური ფორმა არის არბიტრაჟი, აქედან დავიწყოთ. ჩემთვის სასამართლოს იდეალური ფორმა არის არბიტრაჟი. იმიტომ რომ მთავარი ფუნქცია არის რომ ადამიანები ნებაყოფლობით ირჩევენ იმ ადამიანს, ვინც მათი საქმის მსაჯული იქნება. ეს ფუნდამენტი თუ არა აქვს, ჩემთვის ის არ არის იდეალური სასამართლო. ეს ფუნდამენტი საქართველოში ქონდა ქართულ ტრადიციულ სასამართლოებს და აქვს არბიტრაჟებს. და თუ სისტემა არ აქვს მნიშვნელობა რომელი სისტემა, მინიშნავს მოსამართლეს რაღაც კრიტერიუმის შედეგად, რომელმაც ჩემი თანხმობის გარეშე უნდა გამასამართლოს. მე არ ვიძახი რომ მე შეიძლება არც ერთ დამნაშავე არ იტყვის რომ სასამართლო გამასამართლოს, მაგრამ რომ ვიღაცამ უნდა გასამართლოს, შენ წინასწარო თანხმობა გაცემული რომ მე თუ რამე ჩავიდენ ხალხო, აი ასეთმა წესით არჩეულმა სასამართლო გამასამართლოს, ეს არის დობის გამოცხადება სასამართლოზე. თორე კომუნისტები მოვიდნენ, გაუქმეს ქართული ტრადიციული, მათ შორის საეკლესიო სასამართლოები მოგიხსენებათ და შექმნეს სისტემური სასამართლო, რომელიც მათ ყველა ნებას შეასრულებდა და მე სულ ასეთი იყო საქართველოს სასამართლო. მე მაგას პატივი როგორცე. აი როგორცე პატივი, როდესაც ვიცი რომ მოსამართლე დანიშნა ვიღას ტიპმა იმისთვის რომ თავის ძალაუფლება შეინარჩუნოს და იმ მოსამართლეს და მის დამნიშნავს ორივეს ფეხებზე კიდია სამართლიანობა და მართაჯულება. კომუნისტებმა გააუქმეს რუსეთის მეფის სასამართლო. არა მხოლოდ საქართველოში, რუსეთშიც და საქართველოშიც ბევრი სხვადასხვანაირი სასამართლო არსებობდა, არბიტრაჟები, სათემო სასამართლოები, საარბიტრაჟო სასამართლოები, ბევრი სხვადასხვა საეკლესიო სასამართლოები, რომელსაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ, იმიტომ რომ ყველაზე მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებას ამაზე ახსენდება სულ ინკვიზიცია და ასე შემდეგ, ამ სასამართლომ 15 საუკუნეზე მეტი იარსება და დარწმუნებული ვარ დღევანდელი სასამართლო სისტემა კიდევ ერთი საუკუნის არის და კიდევ ერთ საუკუნეს ვერ გაძლებს. ხო და იმ სასამართლო სისტემამ მიუხედავად იმისა, რომ ნაკლოვანებები ალაგ-ალაგ ქონდა, ხა ჩვენ როცა სასამართლოზე თუ გვექნება პოდკასტი თუ გადაცემა დიდი ხანშელობის საუბრობთ ამაზე, მაგრამ იმ სასამართლოს და დღევანდელ სასამართლოს უბრალოდ რეპუტაციულად ახლოსაც კი ვერ მივა ერთმანეთთან, მიუხედავად იმისა, რომ მე სისტემურმა სასამართლომ ძალიან შეულახა რეპუტაცია როგორც საეკლესიო სასამართლოებს, ისე ტრადიციულ სასამართლოებს, იმიტომ რომ საკუთარი მოსამართლის თავზე დასმა უნდა ხალხისთვის და გამოვიდა კიდევაც სამწუხაროდ. დღეს თითქმის 90% სამყაროში არის მოსამართლებად ისეთი ადამიანები, რომლებსაც ადამიანები ნებაყოფლობით არაზრს არ აირჩევდნენ. ხო და ეხლა გიორგი სალამ გვეტყვის პირველივე სიტყვაზე მოვიდა და თქვა რომ ესე მაინც აზე ვართ, იცი რომ მოსამართლე იქნება თუ პარლამენტი იქნება, ესე იგი ამბობ მაინც ადამიანების არჩევა. ნებისმიერ შემთხვევაში მიხვალ რომ დემოკრატია მაგია, ან ირჩევა, ან არ ირჩევა. ეგეთი სიტუაცია. ხო და იმიტომ რომ პლატონი მაგას ამბობდა რომ უმრავლესობა არა, იმიტომ რომ უმრავლესობა ხალხი ყოველთვის აირჩევსო, პლატონი მაგას ამბობდა პოპულისტსო. არ აირჩევს კარგ ადამიანსო.
როდის ამობდა ხალხი რომ ბნელი იყო, მაგრამ ჩვეულებრივ გამოფენას არ იყოს, ხო? მაგიო თვალები ეს არის მოდელი. ანუ ეხლა პარლამენტს თუ დაირჩევს და პარლამენტის მიერ დანიშნული თეორიაში გელაპარაკები და კიდევ თუ არა თვითონ რო აირჩევს მოსამართლეს, ეს იქნება ნამდვილი სამართალი. არ არსებობს, იმიტომ რომ ისტორია რასაც ამბობს გამტყუნებულთა, სასამართლოში გამტყუნებულთა დიდი უმრავლესობა მიიჩნევს რომ უსამართლოდ არის გამოტანილი ეს გადაწყვეტილება. აი ნახეთ რისი თქვა მინდა ბატონო ასე. არა, მაგას კი არ გეუბნები. ჩვენ რატო გეუბნები ხა თუ? ჩვენ მოვიდათ ამ აქ ვლაპარაკობთ, აქანა, ხო, რო იტყვიან და კაი რაბეს გეტყვი აქანაზე და ჩვენ არჩევანი ვთქვათ. ეხლა ვიყავი გურიაში და სულ მიგურდა და ჩვენმა ბიძაშვილმა კითხა რომ ეს იქინე რა არის? აქანა არისო ეკითხა კაცმა, არა იქინეაო და წავიდა ეს კაცი და ჯო გამაგებიდიო ამათქო მეც გურული ვარო და ეს იქინეო. რაფერ მიხვდა ახლა ეს კაციო და ამონა რა უნდა მაგის მიხვედროთ. კაცს აქვს ორი იქინეო. სულ ორი იქინე აქვს კაცო. ან იქინეო, ან იქინეო და აი მოვიდა აქანა რო არ არის ეს იქინე იყო, მაშინ ეს იქინეაო და კაი და იქ არის მაშინ ავტობუსში ზის და მიდის იქინეო. ეგ არის. არჩევანი როგორ არის? არჩევანზე მოვედით. ჩვენ გვაქვს აგერ ამბავი. კი ბატონო ეს წუთი გამოდიან წინას არჩევნო ამ სიტუაციიდან გვერდიდან შეხედე, აი ჩვენ რო უყურებდა. არჩევანი გაქვს ანისი ანასე. 100 წლის მერე რა იქნება და როგორ იქნება კი არა, მაინც ახლა ირჩევ ამ პარლამენტს. აი ამ წუთში როგორ მომეწოდება ამ 4 წლის განმავლობაში. ამ 4 წლის განმავლობაში არის ერთი ალიანსი, დავანებოთ თავი ამ ფორმით არის, იმ ფორმით არის. ხო ესეა რაც ხარი, ერთად არის და ერთია, მაგას არ დავუთ არავინ. მათ გარდა ხოთშუს არავინ არ დაუს ერთი პარტია როა. დაიშალენ შეიყარენ, მაგრამ მე მას გავურო, რატო იყრებიან ერთად? იმიტომ რომ ერთი მსოფლმხედველობით არის, ნახე არც ერთი არ შემოვიდა იქიდან მხარეს აკეთებს ხარ ხო ერთი მასში არიან თქვენი თქო კიდე მესამეჯერ გიმეორე მაგრამ იმიტომ რომ იდეოლოგიური მსოფლმხედველობა გაქვთ არა იმიტომ რომ ხელისუფლების ჩემი უფლება დავიტოვეს იმიტომ კი არა თქვენ ხელისუფლების დაშლა გინდათ თქვენ ხელისუფლებაში მოსვლა გინდათ თქვენი მსოფლმხედველობით რომ ჩამოყალიბებული მსოფლმხედველობაა მეტი არ არის და მესამე არის ისა სამი მსოფლმხედველობა მესამე არის ეს ამას უყურე ეხლა ამ სამში როგორ უნდა გადანაწილდეს აი ეს ამ არჩევანის წინაშე ვართ აი ხო ეს მოცემულობა გვაქვს ჩვენა უნდა დაარწმუნოთ ამ რჩეველი რომ აი ეს ჯობია ამიტომ გითხარი რომ თქვენი ამბავი რატოა საინტერესო იმიტომ რომ ამ რჩეველი რაც არის თქვენი ესე იგი ამ ნაცების ამორჩეველი რაც არის ის საბოლოო ჯამში მსოფლმხედველობით არის კი ბატონო იქ რევანშისტია ვიღაცა მაგრამ მსოფლმხედველობით არის რომელსაც ეს არაფერს არ მოწონს ეს საქართველო ხო და მე ეგ მაინტერესებს აი ეგ ამბავი მაინტერესებს რომ როგორც მაგალითად წინა არჩევნებზე რატომაც მიიღო მაგალითად გირჩმა მესამე ადგილი და ზოგ ადგილებში მეორე ადგილი ამის გამსაზღვრელი დიდწილად იყო ის რომ რაღაცა პოლიტიკურმა ჯგუფმა დიდმა პოლიტიკურმა ჯგუფმა არ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში ხო და შედეგი ეს არის რა ესე რო ვთქვა ხო ანუ თავარმა ეგრეთ წოდებულმა ოპოზიციურმა ჯგუფმა არ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა ეხლა აქ მთელი ამბავი იმაში მდგომარეობს და მე შეთქვით ბაბადია და თქვენ კი არ უთხარი ასე თქო ამბობს რომ ოცნებას აწყობსო და გილსაც აწყობს სწორად გამიგი ჯერ მე ჩემი პროგნოზით ნაციონალურ მოძრაობამ რომ სრულფასოვნად გამოეყენებინა თქვენ მესამე გაგიჭირდებოდათ მაგრამ მაგარი მეოთხე ადგილი იქნებოდა გაგიჭირდებოდათ მესამე ადგილი. ხო, ცხადია, როდესაც ხო და ხელა პოლიტიკური პარტია ეთიშება სოფხედველობრივად ჯერჯერობით ესენი რომ ერთად შეიკრიბონ და ერთად თქვა, ჩვენ აი ეს გვინდა. აი ჩვენ გვინდა, არ მინდა რაღაცებს თქვა, აი ეს გვინდა ნამდვილად. აი მაგალითად ეხლა ნახე როგორია იმას კი არო ძირითადად მორწმუნეობრივი და ეკლესიური საკითხი ერთერია საქართველოში. მაგრამ ნახე ნაციონალური მოძრაობის გამოკვეთილი იდეა იყო ერთ-ერთი ვთქვათ ეს ინტიმური საკითხია ყველა ადამიანის პირადი მაგრამ მაინც ეკლესიასთან ესე ვთქვათ გარეგნულად და მით გამოხატავდნენ არ იყო მაინც და მაინც ეს მათი ეკლესიურობა მოკლედ მათი ძლიერი ხარი არ იყო და ეს მათ ამორჩეველი ეს განაპირობებდა ეს ჩანს პოსტში დამოკიდებულებაში და რასაც ჩვეულებრივი ადამიანი არ შევიდათ ერთმანეთში მაგრამ რაღაც ადამიანები ამას ერიდებიან ეკლესიასთან დაკავშირებით ახლა შეგიძლია შებნელი დაუძახო იმათვის ეხლა უცებ გადაწყვიტეს მათ ეს მათი აი ქლიანობაში ხო მათ სოფხედველობრივი საკითხი იყო ესე იგი ეკლესიასთან გრილი დამოკიდებულება თქვათ გინახუმრობა ხა მინდა რომ ჩამოუყალიბო მას მოახერხებენ ხა პოლიტიკური ოპონენტები ჩემზე კარგად და მეორე მხარე გამოკიდა
სხვა ნიშნავს ესე აუცილებლად რომ ვიღაცა რო სამთლით დგას და ეს მორწმუნე იყოს და ამაში ვინ არის გამზომავი, მაგრამ მეორე მხარე ამ სოფხელველობაზე დგას რომ ამას იცავს უფრო ტრადიციულ შეხედულებას. ხო სწორია? მე არც ერთის გულწრფელობაში არა, მე ვიქნებოდი გითხარი გულწრფელობაა ნახე. მაგრამ ისე ფორმის თვალსაზრისით გეთანხმები. ხო, არა, ეს ყველაფერი ფორმა არის. ახლა შეცვალო შუა საუკუნეები და ქრისტიანობით რომელი მეფე იცავდა და არ იცავდა და რა არა, მე ქრისტიანობას როცა ვამბობ, ამას ვამბობ როგორც დასავლური ცივილიზაციის საფუძველს. ანუ არ ვამბობ ამას როგორც რელიგიურ მოვლენას, ამას ვამბობ როგორც პოლიტიკურ, იდეოლოგიურ, კულტურულ მოვლენას. იმიტომ რომ სადაც ქრისტიანობა გავრცელდა, ანუ დასავლური ცივილიზაცია არის ქრისტიანობის პირმშო, ესე რომ ვთქვათ. რომ არა ქრისტიანობა, დასავლური ცივილიზაცია არ იარსებებდა. ჩემი აზრით, იმ ფორმით, რა ფორმითაც ის გვაქვს. ხო და აქედან გამომდინარე მგონია ის და არანაირი ადამიანის უფლებები არ იარსებებდა. და მარტო ამ რელიგიამ შეძლო რაღაცნაირად ამ რელიგიის გარშემო აღმოცენებულმა კულტურული მოვლენების ერთობლიობამ შეძლო შეექმნა დასავლური ცივილიზაცია. და ამიტომ მგონია რომ საფუძველი ზოგადად მათ შორის იმ პოლიტიკური ღირებულებების, იმ მორალური იქნება თუ იდეოლოგიური ღირებულებების, რომელსაც მე პატივს ვცემ, არის ქრისტიანული დოქტრინა, ესე რომ ვთქვათ. თორე შეიძლება მე არ ვიყო ყველაზე დიდი მორწმუნე და მარხვას არ ვიცავდი და მოძღვარი არ მყავდეს და ასე შემდეგ, მაგრამ მე თუ ვაცხადებ პრეტენზიას, რომ მე დასავლური ცივილიზაციის ნაწილი ვარ, შინაარსობრივად მე ქრისტიანული ცივილიზაციის ნაწილიც ვარ და ამაზე გამიჯვნა რომ მე ვთქვა რომ იცი რა მე ვარ დასავლური ცივილიზაციის ნაწილი, მაგრამ ქრისტიანობას პატივს არ ვცემ და მის ღირებულებებს არ ვაღიარებ, მაშინ ეს ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის. არა, ეს არ ნიშნავს იმას, კლერიკალიზმს არ ნიშნავს. მე ამას არ გულისხმობ ამ წუთას. მე გულისხმობ ქრისტიანობას როგორც პოლიტიკურ კულტურულ მოვლენას, რომელმაც საბოლოო ჯამში მიიყვანა ადამიანის უფლებების აღიარებამდე. კამათისთვის, მაგრამ ისე არ იყოს. არ შემიძლია მაინც არ გითხრა რომ საინტერესოდ აიგივებ შენ, მაგრამ შეიძლება არ იყოს თლათასზე და რატო ხა შენ ამბობ რომ დასავლური ცივილიზაციაში რომ ქრისტიანობას დიდი როლი აქვს შესრულებული, მას რა თქმა უნდა ლაპარაკი, მაგრამ არ დაგავიწყდეს და გახსოვს ესე იგი ცხადია და იცი რომ სიამრულეში ეს დასავლური ქრისტიანობა სწორედ აღმოსავლეთ რომში და აღმოსავლეთში დაიწყო, ამ ცივილიზაციას დაუდო საფუძველი და აქედან გავრცელდა შემდეგ დასავლეთში. მათ შორის რომის იმპერიამ, ბიზანტიას რო ვეძახი ჩვენ, რომის იმპერია იყო ჩვეულებრივად, აგერ კონსტანტინოპოლი იყო მაშინ მთავარი წამყვანი და მერე მოხდა იქით გავრცელება და იქ რომის იმპერიის კვალობაზე იყო და რომის იმპერიის დიდი გაგრძელება იყო. იმიტომ რომ შენ მაგალითად, იმიტომ კი არა რომ ახლა ჩვენ ამ თემაზე შევიდა და მეკითხა მათ შორის საქართველოს ახლა ბოლოს ჩვენ ქვეყანაში რომ ჩამოვალთ, ეს როცა მიიღო ქრისტიანული ცივილიზაციის ნაწილი რო გახდა, ის აღმოსავლური ქრისტიანული ცივილიზაციის ნაწილი გახდა და სხვათა შორის ეს არ არის საჩემპიონო საკითხი, უფრო ადრე, ვიდრე დასავლეთის ბევრი ქვეყანა. ანუ როცა ის ამით ხდებოდა ქრისტიანული ცივილიზაციის ნაწილი, ამით საქართველოს ამით ამბობს უარს ირანული ცივილიზაციის ნაწილად ყოფნაზე. კი ბატონო, ხო ეს არის ქრისტიანობის მათ შორის ის რომ ჩვენ დასავლური ცივილიზაციის ნაწილი იმიტომ ვართ რომ ქრისტიანობა ამიტომ მივიღეთ. კი ბატონო თქო, მაგრამ იცად საქართველოს არის, ახლა შენ სიტყვის ხარ ვითამაშო და ჩვენზე კარგად იცით ის და როცა ვამბობთ რომის აღმოსავლეთ რომის იმპერია, ეს ჩვენგანაც დასავლეთია ყველაფერი კი არ არის, ეს იყო მაშინ აღმოსავლეთში იყო თვითონ ეს აღმოსავლეთური ცივილიზაცია იყო. აღმოსავლეთშია მიღებული, ხამაზე ხარ ვიდავებთ ახლა ეს აღმოსავლეთში იყო მთლიანად ის ბიზანტია ქრისტიანობა ვრცელდება აღმოსავლეთის რეგიონებში და ამის ნაწილი იყო თქო საქართველოს იმიტომ კი არ იღებდა ქრისტიანობას რომ იმის ნაწილი ყოფილიყო თქვათ რასაც ხო არა ნუ ხა მაშინ ნაციონალიზმი საერთოდ არ არსებობს სხვა პერიოდია საერთოდ არა მოგეცემება ვერ არსებობს სხვათა შორის რაღაც გაგებით არსებობს ნაციონალიზმი და საკმაოდ არსებობს ახლა მე გეტყვი სხვათა შორის იგივე იმაში რა ქვია გუბაზი რომ მოუწოდებს მეგრელებს პირდაპირ ეუბნება რომ აი ჩვენ როგორც ესავარ და ჩვენი ჯიშია და ჩვენი ჯილაგია და ეს უნდა ვიბრძოლოთ ჩვენ და ჩვენი იმის დასაცავად ამბავია მაგის ხვდებით რომ ეხლა ეს რასაკვირველია ჩვენ მე დიდი გაგებით ვიყავით ცივილიზაციის მაგრამ ამ ცივილიზაციის ნაწილი იმიტომ არ გავხდაროთ ჩვენ რომ ესტონეთს მიიღო ჩვენი ესე ვთქვათ მე ესტონეთის ნაწილი გავხდა ამას არ ფიქრობდნენ თქო რაღაცა გაგებით ვარ და ეხლა ეს ქრისტიანული ცივილიზაცია როცა ვამბობ და მის ნაწილი რო გახდა საქართველოს აღმოსავლეთში და აღმოსავლეთში იყო მაშინ ეს ამბავი
ხო ესეა ხმაზე დასავლეთის ამბავი იყო რომის ცივილიზაცია. რომის იმპერიის ცივილიზაცია და ერთი იმით კრავდა, ესევე კრავდა ახლა გევე რომს ლოქალაქებშიც ჰქონდა გარნიზონი ლოქალაქებშიც ეყენა და ბრიტანეთშიც ეს რომის ცივილიზაციის ნაწილი. მე მაინც აბაზე უნდა დაგაბრუნოთ ისევ. ისევ ჩამოვიდეთ აქ, იმიტომ რომ იაგოს სუსტინოს თეორიაში აი ნახე კიდე მინდა იქ რომ დავბრუნდეთ, იმიტომ რომ ესე იგი ერთია თქვათ პირობითად ავიღოთ ესე არ ვიცი მე ჩემი წინააღმდეგობა მაქვს იმ მოსაზრებასთან რომ შეიძლება ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ვთქვათ თუ ვადამდელი არჩევნები ტარდება ეს აქტივობა რაღაცნაირად იხსნება რა რომ აი ახლა დავიწყეთ რაღაცა მოქმედებები არის ეგეთი აზრები დატრიალებს რომ რაღაცა შეიძლება ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს ამ წელს და რაღაცა იყო ხოლმე ამაზე ლაპარაკი ხო მე არ ვეთანხმები ხო მაგალითად თქვენ აი რაღაცნაირად არ ვეთანხმები ამ ვერსიას მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში არ აქვს ამას მნიშვნელობა მე რას ვეთანხმები თუ ვადამდელი არჩევნები შეიძლება დაინიშნოს მაშინ ეს რაღაცა ახსნადია რა ეს მოქმედებები ალიანსის შეკრა იქ რაღაცა მისვლა-მოსვლა ეს იხსნება ამითი რა რეგიონში სიარული ხო, რეგიონში სიარული რაღაცეები ასე, ანუ თუ ამგვარი სამზადისი არსებობს რა, ანუ მეორეს თავის მხრივ აჩვენა 2024 წლის არჩევნებმა, რომ აი ეს ბოიკოტის რეჟიმი და რაღაცები არ მუშაობს რა. ჩვეულებრივად ტარდება ყველაფერი, ხელისუფლება არის, მოიგო ადგილობრივი უბრალოდ 2025 წლის არჩევნებმა აჩვენა. მოიგო ადგილობრივი თვითმმართველობა, ასე შემდეგ და აგზელებს თავის არსებობას და შენ ხარ ესე რაღაცა თამაშგარეთ არჩენილი და კიდე არსებობს რაღაცა სასამართლო პროცესი, რომელიც დამოკლეს მახვივლით არის დარჩენილი. თუ უნდა ოცნება საბოლოო ჯამში ეს არჩელი დაკმაყოფილდება და საერთოდ გაუქმდები, თუ არ უნდა რაღაც გაწელავს რაღაც არ ვიცი რას იზავს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დარჩები პოლიტიკაში ესე ვთქვათ. გააჩნია როგორ მოიქცევი, ხო? ანუ აი მაგალითად ფედერალისტების საკითხი. ფედერალისტებს მანამდე ჰქონდათ პირობითად ესე ვთქვათ, შანსი რომ პოლიტიკაში ყოფილიყვნენ ესე და რაღაცა იმ გამართლებით რომ ისინი არ ქმნიან რაღაც გარკვეულ პოლიტიკურ ლანდშაფტს და დღის წესრიგს და ამიტომ არ იყვნენ ისინი სარჩელში შეტანილები, ახლა შეიტანეს, ხო? ასე რომ ახლა ქონიან ნუ არ ვიცი, ალიანსის წევრები გახდნენ, ამიტომ რაღაცა წონა შეიძინეს როგორც ჩანს. მოკლედ და თუ არ ხდება ეს ადგილობრივი აი ესა რა ქვია ვადამდელი არჩევნები მართლა ამ 3 წელიწადში ამ პარტიამ ამ ოპოზიციამ შეიძლება სრულად გაინადგუროს თავი ამგვარი მოქმედებებით რა მოქმედებებში ახლა თვითონ არიან შესულები და მე როგორ პოლიტიკურ ლანდშაფტს ვიღებ ჩემი შეფასებით ანუ ქართულ ოცნებას თუ უნადგურდება ძირითადი ოპონენტი, რომელიც დიდწილად განსაზღვრავდა მის ძალაუფლებას, ანუ მისი ანტიპოდი იყო, ასე ვთქვათ, და საზოგადოებაში განაპირობებდა, რომ ქართული ოცნებისთვის ხარი დაეჭირათ ამ ლოგიკაში, ხო? მე რა ხდება რა, ანუ მე როგორ ვითარდება ეს ყველაფერი, როგორც მაგალითად 25 წელს მესამე ადგილზე გახვედით, ანუ სხვა პოლიტიკური მოცემულობა იქმნება, ხო? და რა არის პოლიტიკური მოცემულობა? ესენი მართლა თუ ინადგურებენ თავს და მაშინ რატო ანადგურებს მათ ქართული ოცნება თუ ქართული ოცნება უწყობს ამას ხელს? ნუ ანადგურებს რას ნიშნავს? აი 40 მილიონი რო გვარამიას მიცეს. წინას არჩევნად განადგურება რანაირად არის. ანუ განადგურეს რა ისნამტლეში და რა აქნა მე რომის ჩახედული არა ვარ, ეს საიდან დასტურდება? უბრალოდ არა, სადაუთ კი არ გეუბნები, არ ვიცი თქვენ ეს ამოცანა. ეს თემა არ ვიცი კარგად. როგორ გითხრათ, ოფიციალურად თვითონ გვარამია 10 მილიონი დაადასტურა. რომ მომცესო? არა, ოფიციალურად დევს, ანუ მათ შორის ოფიციალურია ეს ინფორმაცია და ანგარიშია ფული შეტანება. ოცნებამ მიცა? გილაურმა მიცა საქართველოს ბანკმა. ხო. საქართველოს ბანკი, საქართველოს ბანკი. სულ აგრძელებს ხუთი აძლევს იმეს და ჩვენ ახლა ბოლოს და ბოლოს პოლიტიკაში ვართ და ვიცით რა როგორ ხდება. მაგალითად, ადამიანს რომელიც არსად არ მუშაობს, უცბად რომ 60,000-იანი შენაწირიში აქვს რომელიღაც პოლიტიკურ პარტიაში ყველას გვესმის რომ მისი ჯიბიდან არ მოუტანია და არ მიუცია. ნუ მოკლედ ამაზე კამათი არ მიდიარეობს. არა, ვიკითხე რაც არ კამათობ. ხო. შესაბამისად ჩვენ ვიცით რომ ანუ რაც უნდა ოპონენტი გაანადგურო, ეს იმას არ ნიშნავს რომ ის ხალხი რომელსაც შენ არ მოწონდა ქართული ოცნება, იმას შენ ეგრევე შეუყვარდი ამის შემდეგ. ანუ პირიქით, ქართული ოცნება სულ უშვებს შეცდომებს, სულ არასწორ ნაბიჯებს დგამს, ის კარგავს ადამიანებს ხარდაჭერას, უბრალოდ მეორეს მხრივ ისაკეთებს იმას, რომ ამ ხალხს რომელიც ხარდაჭერას დაკარგა, თავგზას უბნევს სხვადასხვა პროქსი პარტიებით.
რომელსაც სუქმნის და პერმანენტულად ასეთი პარტიები სულ იქნება ქართულ პოლიტიკურ რეალობაში. და ვერასოდეს ვერ ხდება კონცენტრაცია, მაგალითად კონკრეტული პროქსი პარტია იყო გვარამიას პარტია, ახალი წინა არჩევნებზე. რომელსაც მიიღო შედეგი, კარგად იყო დაფინანსებული, მომავალი შენიაო გაყვიროდნენ, მთელი ამბავი იყო აწყობილი. მაგრამ საბოლოო ჯამში სწორედ ამ პარტიის მეცადინეობით მოხდა ის, რომ ქართულმა ოცნებამ, რომელსაც მათივე ანგარიში და ქართულმა ოცნებამ რაც თქვა 54% იყო არჩევნებზე, მიიღო ხმების 100% პარლამენტში. 100% ხო არ უჭერდა მხარს მას მოსახლეობის. ხო 56 ქონდა არჩევნებზე. მაგრამ პარლამენტში ხო 100% თვითონ ზიან. შესაბამისად, აი წარმოიდგინეთ, რომ ის რაც მან ვერ მიიღო არჩევნებზე ქართულმა ოცნებამ, მიიღო ეგრეთ წოდებული ტრიუკით. და ამ ტრიუკის შემადგენელი ნაწილი იყო ის პარტიები, რომლებიც დღეს ალიანსში არიან შესულები. მარტო ისინი არა, მაგრამ ისინი მნიშვნელოვანწილად. ანუ ლოგიკურად ფული გადაიხადა იმაში, რომ არ შესულიყვნენ პარლამენტში. ხო, აბა რაში შევიდა, ანუ იმისთვის რომ გაენადგურებინა ზოგადად ოპოზიციური ველი, ოპოზიციური ინფრასტრუქტურა, ფაქტობრივად რაზე თქვა ოპოზიცია მოარი, გვარამიას ამ გადაწყვეტილებით და მისი მეგობრების, თქვა უარი დაახლოებით 25 მილიონ ლარზე წელიწადში, რომელიც ოპოზიციურ მხარეს ლეგალურად იქნებოდა და შესაბამისად შეინახავდა ოპოზიციური ინფრასტრუქტურა შემდეგ არჩევნებზე მოსამზადებლად. რა მეტი განადგურება რა უნდა მომხდარიყო ადგილობრივი მმართველობის არჩევნებზე ნაცებს ხო და რატო ანადგურებს თქო მაგას ვკითხულობ ზუსტად ანუ რა ლოგიკაა მათ განადგურებაში ანუ იმაში რომ თვითონ კარგავს ამორჩევლებს და ამ ამორჩევლების დაკარგული ამორჩევლების კომპენსირება უნდა მოხდეს იმით რომ მოწინააღმდეგე არ დარჩეს არავინ ორგანიზებული ფორმით ხო და სხვა რო არ შემოვიდეს ხო და იცი როგორ არის ეს თეორია ან პოლიტიკაში მონაწილეობს დევალვაციაა მაგრამ შენ რატო არ უშვებ რომ აი ნახე როგორია ეგრეც არის რეალურად ეს როგორ არის ფული აიღეს და ამობ ასახელე მაგალითად გვარაბიას მაგრამ როგორ არის ახლა შეიძლება თქვა რომ აი მე ზეუკი გავაკეთე ჭადრაკში ყველაზე რბილად რო ვთქვა აი ცუდი სვლა გავაკეთე სულელური სვლა როგორც ვიტყოდი და შენ ამას ხსნი რომ გინდა თუ არა მე იმიტომ რომ რაღაცა და მე ამას დავიჯერებდი ეს ერთჯერადი იყოს არა ნახე რა შეესაქმე მაგრამ ეს პროცესი როცა ესენი არ შევიდნენ პარლამენტში ესენი მათ დაიჯერეს და კეთყვი ამის არგუმენტს კეთყვი მე თეორიას კეთე მე როგორ უყურებ ამას თუმცა ეს დასაკვირვად საინტერესო რასაც ამობ შენ მაგრამ ხა ესეც გაითვალისწინე რომ ესენი დარწმუნებულები იყვნენ რომ მოკლეგზით მიდიოდნენ მთლიანად ხელისუფლების აღებაში ანუ ეს რევოლუციურ სცენარში ეხლა ის ჩვენ რასაც ჩვენ ერთადაც გვისაუბრია და იცოდეთ შეიძლება ზოგი ირონიით უყურებდა ტექნიკურ მთავრობას მაგრამ არიან ადამიანები და იყვნენ ადამიანები რომელსაც მართლა ჯეროდათ რომ ეს მოკლეგზა იყო რევოლუციის ეს გეტყვი აი ამბავს გეტყვი უბრალოდ შენ კარგად ვიცი და უყურებდი ალბათ რომ ერთ-ერთი სამიზნე იყო მაშინ საზოგადოებრივი მაუწყებელი რომელიც რატო თქვა იცი არაფერ შუაში არ იყო ამ მოვლენებთან აი რაც იყო და აი იყო რომ უნდა და ჩვენ აქ ყოველ მეორე დღეს აქ შეხვედრები იყო და შემოდიოდა მთელი ამბავი გადი გამოდი და იყო რომ ეს უნდა მოგცეთ ჩვენ საზოგადოებრივი მაუწყებელი ამბავს გეუბნები და ერთხელ იყო რომ ის რა ქვია აი ბონდო მძინარეშვილი ჩვენ და რომ აი ორ შაბათსო ხო გვექნება იქ ვილაპარაკოთო და ესო მართლა იყო და ხუთ შაბათს თავდება მორჩა ყველაფერი თქვენი ამბავიო მაშინ თქვა ბონდო ბულდოზერი დავიმბათ არ გავალახედანო იმიტომ რომ ესეთი ღრმად იყვნენ დარწმუნებულები რომ ამიტომ თხოვრის ეს ოცნებამ უთხრა და ოცნებამ გააკეთა და ოცნებამ დაძაბა ეგრე სიტუაცია თქო სხვა თეორიაც შეიძლება არსებობდეს რომ ესენი თვითონ მიდიოდან მოკლედ ახლა ეს სულ არსებობს გიჟები არიან თუ მოსყიდულები ეს სულ კამათი ჩვენს უქონდა ოფისში ანუ შენ გამორიცხავი მომბავს არა რეოლუციის ეხლა არა როგორ არის წარმოგიდგენთ თქვენივე მაგალითზე გეტყვით აი თქვენთან რა ქრო ვარდებოდნენ და ეთერი დაგვიტყვეთ რომ გეუბნებოდნენ ანუ ყოველ კრიტიკის გარეშე რომ ფაქტად ვამბობ უფრო რეიტინგული ოპოზიციური არხები იყო მათ ხელში უფრო რეიტინგული და არაფერი სათქმელი არ ქონდათ იდგნენ და უბრალოდ ეთერში ჰაერს ლაპარაკობდნენ არა გიპასუხე მე თქვენს დაუთმეთ ეთერი მახსოვს და თქვენთანაც უარეს ჰაერს ლაპარაკობდნენ სალაპარაკო არაფერი არ ქონდა ის ხალხი რომ ეთერს ითხოვდა აბა რას დავაბრალო ეს ხო და დაუთმეთ მე თქვენს რომ ესო ოცნების გეგმაო იმიტომ იცესო რომ უნებოდით მაგრამ ნახე რა იყო სინამდვილეში მათ დათმობარისთვის უნდათ აი რომ იძახიან პრეზიდენტის სასახლეც არაფერი არ იყო პირველი იყო პრეცედენტი ახლა გვერდიდან შეხედე პრეცედენტი რომ მათ იკავებენ რაღაც შენობას ესე იგი ძალა არის ადამიანები ძალას ანგარიშ უწევდნენ გვერდიდან შეხედე თუ ტელევიზია დაიკავა ესეთია და გეგმა იყო 24 საათიანი ეთერი შემდეგ და ასე შემდეგ დავანებოთ თავი მაგას დავანებოთ რომ სისულელე იყო თუ არ იყო სისულელე შეაფასება რა მათ ჯეროდათ თუ ამას გეუბნები ესე იგი ეს გინდა თუ არა
ოცნებას კი არ ვიცავ კაცო ამ სიტუაციებში. ეხლა გიდა თუ არა მე რასაც შეიძლება ადამიანი რომელიც რაღაცით არის შეპყრობილი რაღაცა ჯეროდეს, მაგრამ მე ხო ძალიან ცხადი არგუმენტები ეთერები ქონდა, უფრო რეიტინგურ ტელევიზიაში აი არაფერი არ მოიცა ტექნიკურ თავრობაზე აგერ არის არქივი და ძალიან ყურადღებით ვადევნდეთ. მე მეგონა მაგრამ პირველად რო თქვეს ტექნიკური თავრობა. ნუ ვიფიქრე რომ დაახლოებით ეგეთი ვიფიქრე რასაც შედამობ. რო ეს ხალხი სულ მაგრამ მე დავდიოდი ადამიანები სერიოზული ადამიანები მიდიოდნენ NGO-ები ესენი და ამას გეგმავდნენ მთლიანად და ღრმად იყვნენ დარწმუნებულები რომ ესე იგი ეს ტექნიკური თავრობა შეიკრებოდა და გახდნენ NGO-ები სერიოზული ადამიანები. სერიოზულად ფიქრობდნენ. არა ამჯერ. აი მე რა კითხო იცი? ანუ შენ ესე იგი არის ერთ ჩემი და იაგოს კაბაჩი მოგებული კაცმა არის ვისი მოგება უბრალოდ მე ვარ მოგებული გიხარ. არა მე ვამბობ რომ მე ესე იგი მე ვამტკიცებ რომ შეიძლება რომ ესე იგი მე გამოდის რომ სულელები არიან ხო მაგას ვამტკიცებ? შენ მაგას ამტკიცებ რომ სულელები არიან და იაგო ამბობს რომ მოსყიდულები არიან. ეს ორივეს ამბობს. ჩვენ ოფისშიც ხონდა განსხვავებული აზრი, მე და სანდრო ვიყავით რადიკალურად განსხვავებულ აზრზე, ანუ რადიკალურად სანდრო იძახდა რომ ესენი სულელები არიან, მე მოსყიდულები და ახლა ჩემსკენ გადაიხარა ოფისში სასწორი, უბრალოდ იმიტომ რომ უფრო მოსყიდულები არიან. აი იცი როგორ არის რომ აი უბრალოდ გვარამიას 40 მილიონი არ იხსნება. კი მაგრამ მესმის, მაგრამ მე რა მინდა ხელისუფლება პარლამენტი მაინც იფიქრე რომ პარლამენტის 40%-ზე თქვეს უარი. კი ბატონო. ეს არის ფინანსებით, ძალაუფლებაც. ყველაფერში გეთანხმებით და თქვენ მეუბნებით რომ ეს უბრალოდ სულელები არიან, მაგით ოქნეს ესო და მე გეუბნებით რომ ასეთი გამოცდილება 2020 წელს არსებობდა, 2020 წელს ბოიკოტებით და მაიმულობებით დაიწყეს. მაშინ იქ არაფერი არ გამოვიდა და 2024 წელს იგივე გაიმეორეს და ორჯერ ერთ და იგივე როგორ იაგო ამბობს ერთ რამეს რითიც შეიძლება ეგ აიხსნას, რომ უბრალოდ კაცმა პერსონალურად აიღო თანხა და ჩაშალა პროცესი და ეხა იქ 25 მილიონი რო იქნებოდა ის პერსონალურად მისი არ იყო და მთელი პარტიის იყო და ყველა სხვები. ნუ ეხა სხვები ახლა იმას აქნა რა და აბოლინგა რა ხალხმა. პერიოდში და კარგად იმუშავა. მე რა მინდა კარგად შეასრულა ახლა 40 მილიონი პატარა ფული არ არის, ტყუილ არ გადაგიხდიან, ნიჭიერი უნდა იყო და. აი პირველი ბოიკოტი რო იყო, ახსოვს თქვენ შეუერთით მაშინ. არა, ჩვენ არ შევერთები ვარ. პირველი ბოიკოტი რო იყო. არა, ჩვენ სუმანამდე არ იმას რომ გაყალბებოდეს რო. არა, 2020 წელს ჩვენ დაფასდეთ რო იწერებოდა რო აიყო. კი. გეტყვით კაცო ახლავე, ანუ ჩვენ პირველივე სადღაც ერთ თვეში, ერთი თვე რაც იყო გასული, ერთი თვე იყო ყველას ბოიკოტი უბრალოდ ამბავი იტყვეოდა, არავინ არაფერი ინფორმაცია არ იცოდა. სადღაც ერთი თვის შემდეგ ჩვენ ღიად, მათ შორის ტელევიზიებით, ჩვენს ეთერებში ყველგან ვამბობდით ერთ და იგივეს, რომ ჩვენ რომ მარტო შევიდეთ პარლამენტში, ამას ეს პარლამენტი ამით ვერ გახდება, მაგრამ პარლამენტში შესასვლელია და ამის შემდეგ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ შეგვეთრია ეს დანარჩენი ოპოზიცია პარლამენტში და შევათრიეთ კიდევაც. და ჩვენ რომ არ ვიყავით ამ 2024 წლის იმაზე არჩევნებზე გამოყარა გვარამია იქიდან ეს ხალხი. ჩვენ რომ ყოფილიყავით ამ არჩევნებზე, ისევ შევათრევდით. მაგრამ არავინ არ აღმოჩნდა ისეთი, რომელიც დაუპირისპირდა გვარამიას და მიშა დააქლიავეს კიდე, იქ ციხეში უთხრეს რომ შენ კიდე აი ამას ეს რაღაცაო და მიშა და გვარამიას ერთობლიობამ სინამდვილეში მოახდინა სრული კოლაფსი ოპოზიციური აქეთა ნებელობის. და იქ ყველა თავიანთი ხელისბიჭები ყავდათ. შეთოდო ლახსენე. იმათ რასაც ეთქვა იმას გააკეთებდნენ. ეს მოხდა. მიშა ახსენე შეთვითონ და ჩემ არგუმენტს საძლიერებს შესულეს კი არა მათ რო დარწმუნებული იყვნენ მოკლე გზით მიდიოდნენ ხელისუფლებაში იყო მიშას ჩამოსვლა მიშა დარწმუნდა ხო ამ სიტუაციაში მიშა ხო ამოსო პოლიტიკატივარი და დამიჭირეს მაგრამ სიამოვნებაში უკრაინაში ხარ დაიჭირეს თვითონ ჩამოვიდა აქ რატო ჩამოვიდა რომ ღრმად იყო დარწმუნებული ამას მიაქცია სიტუაცია ღრმად იყო დარწმუნებული მთლიანად იყო დარწმუნებული რომ ხელისუფლებას იღებდა მთელი მიშას გარებოცა ხო ესეა ახლა მიშას მარტო დაურეკა გვარამიამ და მოატყუა ეგრე ეს არ მუშაობს. არა, მე სამითხოვს ზოგადად, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან არც მაგას არ გამორიცხავ. რა. გვარამიამ რომ მოატყუა? ან გვარამიას არ ვიძახე ზოგადად იმ გარემოცვამ, ან გვარამია მათ შორის ერთ-ერთი მეთაურია, რომელმაც საბოლოო ჯამში მანამდე მერე მოახერხა მთელი ხალხის დაქლიავება და იმისი 50 კაციანი სიის ჩახსნა, 60 კაციანი სიის ჩახსნა საქართველოს პარლამენტში და ხოცების მარტო დატოვება, რა უშლიდა ამ ხალხს რომ მიშა ჩამოეტყუებინათ საქართველოს და ჩაებარებინათ ხოცებისთვის. ეს მიშას კი არ ამართლებს ეს როგორ შეიძლება ამათენდო. აი როგორ შეიძლება ამდენი ხანია იცნობა. ეგ გვარამია მარტო ქნა, თუ იქ ვიღაცებს კიდე აქვს ეგ პასუხისგებლობა. არა, პასუხისგებლობა ყველას აქვს პასუხისგებლობა, ახალხმა რო აგირჩია, პარლამენტის წევრი რო გაგხადა და გვარამიას თათქმაზე რო გამოდიხარ, როგორ შეიძლება ეს არ იყოს შენი პასუხისგებლობა. ხო და არ მახსოვს მე ზუსტად და ანუ მარტო გვარამიას თემა იყო, თუ სხვებიც იყო გვარამიას თემა მარტო ვერ იქნება. გვარამია იყო ბელადი. გვარამია იყო ბელადი, რომელმაც მოხდა პიარ კამპანია. რომ ვინც არ გამოვა მოღალატე, მოხდა პრეზიდენტთან ერთად, სხვათა შორის, ხალბატონ სალომესთან ერთად. პრეზიდენტთან დაიწყოს ამბავი.
ხო, მაგასთან ერთად მე ამას აყვა სხვადასხვა ხალხი და უბრალოდ ადამიანები, რომლებიც გამოუცდელი იყვნენ ზოგიერთი პოლიტიკაში, ისინი მსხვერპლები არიან და დანარჩენი თანამზრახველები. მე ამინდა კითხო იცი, აი ესეთი ამბავია რა. შენ გამორიცხავ იმას, რომ მაგალითად ოპოზიციამ, რომელიც იყო ხელისუფლებაში თავის დროზე, იცის რა არის ძალაუფლება და ეს ძალაუფლება კლავაც უნდა, ანუ ძალაუფლებისთვის იბრძვის პირობითად და იაზრებს რა იმას, რომ არჩევნებით მისი ხელისუფლებაში დაბრუნება შეუძლებელია. ერთადერთი სცენარი რჩება რევოლუციის და სხვა გზა არ არის. რევოლუცია მე ამჯერა რომ ხალხს რევოლუცია უნდოდა. შენ ამას გამორიცხავ, რომ კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რევოლუცია რო გინდოდეს. აი მართლა ჩვენ მაგას ვეუბნებოდით თან ეს არ არის ეს დღეს რომ ამობდე პირველად. რომ თუ რევოლუცია გინდა, შენ გჭირდება 60 კაცი მანდატიანი, რომელიც წინ ჩადგება, რომელსაც ექნება მინიმუმ იმუნიტეტი. და რომელიც საერთოდ სხვა პროცესებს პარლამენტში გაამწვავებს სიტუაციას, იქ აწევს ტემპერატურას, ხალხს ეთქვის რომ მოდით შეიკრიბეთ პარლამენტთან დამიცავით. ანუ პარლამენტიდან გამოსვლა და 26 მაისს რო დაანონსეს, ახლა 26 მაისს შევიკრიბოთო. ეგ რა კავშირშია რევოლუციასთან? პირიქით, თუ რევოლუცია გინდოდა, პარლამენტიდან დაგეწყო იქ, რა ვიცი, ბიძინა ივანიშვილო შევიდა პარლამენტში, იქ მოგეწყო დესტრუქცია, პირობითად. იქ რაღაცა ხალხს ეკითხვა, რომ აი აგეწია ტემპერატურა და შენ კიდე იქ სადაც ტემპერატურა უნდა აგეწია, იქიდან გამოხვედი. და რევოლუცია გინდოდა შენ კაცო. ესადე ჩემაზე ხოჩები და სულხასაბას ერთი იგავი არის და ბავშვი ეკითხება დედას, მამა რატო არ მყავსო და დინარეში დაიხჩოდა. ხიდზე ვერ გავიდაო და ხიდიო არ იყოო და ფონი ვერ მონახავ და მაგდები ვერ ფიქრავ, კი არ დაიხჩობოდაო. ხო და შენ ესე იგი ამას გამორიცხავ, ესე იგი რომ ყველა სულელი არ გონია თან, რომელიც სულ ერთ და იგივე სისულელს უშვებს. გვარამი არ გონია სულელი. გვარამია სხვავინმე მგონია. აქ ვერ ვიტყვი ხერხულია. კარგი, ჩვენ ოპტიმისტური სიტყვით ვასრულებთ ხოლმე ჩვენს გადაცემას. შენი ოპტიმისტური სიტყვა გითხარი. ყველაფერი კარგად იქნება. ესე მოკლედ. კი, არა, მეც მჯერა რომ ყველაფერი კარგად იქნება. მოკლედ, ცუდად ყოფნას და პესიმიზმში ყოფნას მაინც არ აქვს აზრი. ცუდად ყოფნა კარგად ვერ გაგვხდის. ამიტომ ჯობია იყოთ ოპტიმისტები, ოღონდ იმისთვის რომ ოპტიმიზმის ფუფუნება გქონდეს, სწორად მოქმედების დანახვა უნდა შეგეძლოს. სანამ აი მაგალითად ესეთი ამბავია, ნახე. სანამ ესეთი ამბავია, მეც ეს ვთქვა. არ მეხება, მაგრამ აი ბევრ თემაში თქო, შეფსოფხედულობა იქ და ბევრ თემაში არის რადიკალური განსხვავება. არ გვინახა თავიდან არ გავხსნათ ყამათი ომში ჩვენი ჩათრევა უნდა თუ არ უნდათ, ახლა არ მინდა, მაგრამ ომის მიმართ და ჩვენ დამოკიდებულების მიმართ, მაგალითად, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან მოდიოდა, ნამდვილად მოდიოდა უფრო რბილად ვინდა თქო, უფრო აგრესიული მესიჯი, უფრო აგრესიული, რომელიც ყველაფერს თავიდანვე პარტია რო ხარ პარტია სხვა რამის არ იქნება. ასე შეგიძლია მე და გიორგი თეორეტიკოსოთ აგერ ჩვენთვის რაც გვინდა. პარტია რო ხარ მუდმივად უნდა იფიქროს არჩევნო ხმაზე. ესეთი ლოგიკა არის. ვერ იქნება ახლა 12 საათი უპარტიო ადამიანი და მე პარტიული და ეს მაგალითად შენ თუ გინდა რომ საქართველოში გაიმარჯვო, თუმცა ეს ამბავი არ უნდა თქვა ხმამაღლა ეს არ უნდა ილაპარაკო. გინდაც ესე ფიქრობდე. გინდაც ფიქრობდე რომ რა კარგია რომ ბომბები წვიოდეს და ჟობს სიცოცხლეს ან ნაძრახსა და ესე ვთქვა ეს. აი რანაირად არის ბომბით უწვივა. არა, კარგი არა და, მაგრამ ნახე, ეს პოზიცია რატო ეკავათ? იმიტომ რომ ამას არ აქცევენ ყურადღებას. იმიტომ რომ თქვა ერთმა პოლიტიკოსმა, რასაც ვახსენეთ აქ რომ ჩვენო ისე მოხდებაო რომ რუსეთიო დამარცხდებაო მალეო და ჩვენო როცა გაყოფა დაიწყებაო და მოკლედ ეგ სიტუაცია იქნება ჩვენი არ შეგხვდება ღირსეული ადგილიო. ეს თქვა პირდაპირ პრეზიდენტმა. მაშინ პრეზიდენტი იყო, თუ აღარ იყო, არ ვიცი. ახლა პრეზიდენტია ზოგიერთი. ხო, აი ნახე, ახლა ნახე. ახლა კაი რა. ხო, ეს ხო ამას არის, ესე შენ ამას ამოფ რომ ფულის აღებულ, არა თქვა ეს იყო შეცდომა. ახლა მეორე. როდესაც პარტიები, უხერხულიც კი არის, სხვა შეიძლება როგორ მიივიწყეს პარტიები სერიოზულად ამბობდნენ, აგერ ეთერში მოდიოდნენ, ჟურნალისტები უსვამდნენ შეკითხვას, რომ შენ გონია ეს რომ პრეზიდენტია? დიახ, მე მგონია რომ ეს პრეზიდენტია. ეს შენ ამბობ რომ ფულიც გამოხდება? მე დავჩები ჩემ აზრზე მაშინ, აი შენ რომ ამბობ რომ ეს არ ხდება ეს, იმიტომ რომ ის ესე უყურებს ჭადრაკის პარტიას. როდესაც ზეოქს აკეთებს და დედოფალს სვამს ადამიანი ამ ფიგურას რო სვამს, ის სანამ არ მოუკლავ იმ ფიგურას აღტაცებულია თავის სვლით. იმიტომ რომ აი ესეთი ამბავი არის და კი ვერ ხედავს რომ სვამს. აი ეგ შენ ესე ამბობ რომ ადამიანი არ ეშლება რბილად რო თქვა. ადამიანმა არ შეიძლება სისულელე გააკეთოს. არა, სულ არ შეიძლება. ირაკლი გაგაბაძე ამბობს ტელევიზორში აწყვეტი არა, ადამიანიო არ შეიძლება იყოს გამოსჩერებულიო და არ არის ეგრე. ირაკლი ამბობს ამას. გავიგე, მაგრამ ხო, მაგრამ აქ მეორეს მხრივ არსებობს ფულის ამბავი, რომელიც ახლა კი, მაგრამ ახლა ესე რომ ჩამოთვალე ყველგან ფული სისულელეს გამორიცხავს. ადამიანი რომ ამას იტყვის რომ მე მწვენია რომ ბომბები არ ცვივა ჩემ ქვეყანაში და ასეთი ამბავია და მე
მერე რუსეთი დამარცხდება და გავიგო ჯერ ერთი თუ დამარცხდება გაჩერდი შენ და მერე გაიყავი ხა და მოუკლავი დათვის წყავს რატო იყო ხო ეს თქო სუფულით არ ხდება თქო ამის თქმა მინდა ოპტიმისტურ სიტყვას დაასრულე. ხო და მე რატო გეუბნები ვიცი რომ სწორედ ჩემი ლოგიკით უნდა გითხრა თუ იაგოს ლოგიკა სწორია მაშინ მისი პარტიის საქმე ისე კარგად ვერ წავა მაგრამ თუ ჩემი ლოგიკაა სწორი შენ დიდი ის გეხსნება იმიტომ რომ გითხარი ისე თამინდერულად ისე თამინდერულად როგორც ცდილობს საკუთარ აზრზე შენს გადაყარა არა არ ვცდილობ ნახე მე რა უთხარი იცი რა კარგად შემოგვია რატო ჩაფიქრდა ხო იცი უთხარი რომ აბა გადახედე მათ ნაბიჯებს ხო და როგორ თამინდერულად იქცევიან სიამდვილეში სუფული ხო არ იყო და სუგარაბია ხო არ იყო შენ რო გირჩევნიო რომ ხიდი არც მანამდე არ იყო მაგრამ სულ ხდებოდა არა მე მირჩევნია სულელები იყვნენ მაგრამ სამწუხაროდ სულელები აუცილებლად არიან ამ საქმეში მე კი არ ვიძახი რომ სულელები არ არიან სულელები საჭიროა გულწრფელი სულელებია საჭირო მათ შორის ხო რომ გამოვიდეს ის ხო რა თქმა უნდა რომ გამოვიდეს იმიტომ რომ შეინიღბოს ის რომ ეს დაგეგმილია მაგრამ მე ვინაიდან ბატონ ბიძინა ჭკვიანი კაცი მგონია მის ინტელექტს ვაღიარებ და ასევე ვხვდები რომ ის რაც ხდებოდა ზოგადად ქართულ ოპოზიციაში არ ხდება დაუგეგმავად, მათ შორის არც ქალბატონის სალომეს სულელური ლაპარაკები და სულელური გადაწყვეტილებები, რომლებიც სულ ოპოზიციას აზიანებდა, არასოდეს ის ხოცებს არ აზიანებდა და თან ვიცი ამავდროულად, რომ თუ რამხელა ღვაწლი, წვლილი და დამსახურება არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის, ქალბატონი პრეზიდენტის პრეზიდენტობა. და მასეთი უმადურობა იქნებოდა როგორ გითხრა, აი კოსმოსური გალაქტიკური მასშტაბის უმადურობა, როდესაც 1%-იან ადამიანს გახდიან პრეზიდენტი და ის იქნება დაუძინებელი მტერი ბატონ ბიძინა ივანიშვილის და არ მგონია მე ქალბატონი სალომე ბიძინა ივანიშვილის მტერი. პირიქით, ქალბატონი სალომეს ყველა ნაბიჯი იყო ქართული ოცნების სასარგებლო ნაბიჯი და სულ ღუპავდა ოპოზიციას. და ამიტომ ეს არ მგონია შემთხვევითობა, იმიტომ რომ ეს რო შემთხვევითობა იყოს, ხო ვის ადამიანები ხო სწავლობენ საკუთარ შეცდომაზე, ესენი ხო არ სწავლობენ. კაი, ეხლა ვიც ყველას ამონდა, ვინ არის ის ესეთი უნციკლო, ვისაც ესენი ღუპავენ? იმ ოპოზიციაში ვიღა არის ეხლა ის ვისაც ღუპავენ ესე და ამას ვერ ხვდება ამ ხნის განმავლობაში. არა, ოპოზიციას არ ვიცი ღუპავენ თუ არა, მაგრამ საბოლოო ჯამში არა, ღუპავენ რას ნიშნავს, აი მაგალითად იყო ქარტიაო, ჩვენ გვახსოვდა რა. ახლა რამე იცით ამ ქარტიის შესახებ? ჩვენ მაგალითად გავილანძღეთ, ბარიერი ვერ გადავლახეთ თავის დროზე წინ არჩევნებზე, იმის გამო რომ ამათ ქართველი ხალხი მოატყუეს. ქარტიაო, ხმარ დაიკარგოსო, მომავალი ჩვენიაო, 1000 ბოდვები, რომელიც აჭამეს ქართველ ხალხს რეალურად და აღმოჩნდა რომ ქართული ოცნება მარტოზის პარლამენტში იზრდება ჯარიმები, კაცდება რეგულირებები, იზრდება ბიუროკრატია, იზრდება გადასახადები, იზრდება, რა ვიცი, აი რეპრესიული კანონმდებლობა, ისე რომ ქართულმა ოცნებამ უკვე ჩვეულებრივად აღარღებულობს კანონს, ყველა კანონი დაჩქარებით გადის. და არავინ არ არის პარლამენტში პასუხის გამცემი. ქართველი ხალხის, აი 40%-ს მეტი 46% პირობითად, რაც 54% ხო იყო ქართულმა ოცნებამ. 46% ხო ოპოზიციონერი იყო. იმ ოპოზიციონერის ხმა ხო არ ისმის პარლამენტში. რატო არ ისმის? იმიტომ არ ისმის, რომ ის ხალხი, რომელიც წარმოადგენდა ვითომ ამ მოტყუებულ ხალხს წარმოადგენდა, საბოლოო ჯამში იყო მოსყიდული და თქვა უარი თავისი მოვალეობის შესრულებაზე. და სანამ ამას ხალხი ვერ მიხვდება, ჩემი აზრით, კარგად არაფერი არ იქნება, კი ვთქვი, ყველაფერი კარგად იქნება მეთქი, მაგრამ ეს იმრწმენით ვთქვი, რომ ხალხის მოტყუება სულ არ შეიძლება. ყველა ხალხს ვერ მოისყიდი, ანუ ამორჩევას ყველას ვერ მოისყიდი და ეს ხალხი აზემოვა. მე ხო ეს მაგლებს ოპტიმიზმის საფუძველს, თორე მე რო ქალბატონი სალომე გამოსწორდება, ბატონი ნიკა, ქალბატონი თამარი გამოსწორდება და ქართული პოლიტიკური სპექტრი, რომელსაც თქვენ ჩემზე კარგად იცნობთ, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, არასდროს რო არ გამოსწორებულა, იმათ რო არაფერი არ გამოასწორებს. მე ხო დეგენერატი არა ვარ, ამას ვერ ხვდებოდი. მე მარტო ჩემი და ჩემი მეგობრების იმედი მაქვს ამ გაგებით. და სხვა პატრიოტები ხელს იწყობ, მე დავიწყდები და არა, ესენი ხელსაც ვიწყობენ, მაგრამ ხელსაც მიშლიან, ანუ ესე არ არის. მაგალითად წარმოგიდგენთ იმ პროპაგანდამ, რომელიც წინ არჩევნებზე იყო, ყველაზე მეტად მე შემიშალა ხელი. ანუ მე ვიყავი ერთადერთი პარტია ვიყავით, რომელიც პარლამენტში მართლა საპარლამენტო მუშაობით იყო დაკავებული. ქონდა იდეები, ქონდა აზრები და საზოგადოებას თავაზობდა ალტერნატიულ მომავალს. ჩვენ ბარიერი ვერ გადავლახეთ და ვინც ბარიერი გადალახა პარლამენტში არ შევიდა. ხოდა მე მეცინება მართლა. აი მართლა მეცინება ამ ყველაფერზე სიმწრისგან, მაგრამ მეწოდება ეს უბედური ხალხი, რომელსაც ყველა არჩევნების წინ ატყუებენ. და დარწმუნებული ვარ, კიდე მოატყუებენ, იმიტომ რომ იმდენად კარგად არის ორგანიზებული ეს ამბავი. იმდენად კაი გამოცდილება აქვს ერთმანეთთან თანამშრომლობის. ჩასვა მაგერე 5 თვე ჩაჯდება გვარამია ციხეში, გამოვა ნაღდი ოპოზიციონერი იქიდან. გეგონება 40 მილიონად ვინმეს გაუჭირდეს 5 თვე ციხეში ჩაჯდობა. მე მგონი არავის აღარჯერა მისი ნაღდი ოპოზიციონერი. ეგ არის ჩემი აზრით ამ საზოგადოების უწიფრობა სამწუხაროდ პოლიტიკური მათ შორის რომ ჩვენ
მზად არ ვარ საყოველთაო დემოკრატიის პირობებში კარგი შედეგი მივიღოთ, რომ მარტივ გარეგნულ ფორმებს ვაკვირდებით და არასდროს არ შევდივართ ღრმად შინაარსში და ის კაცი, ვინც ამას ყველაფერს გეგმავს, ის ძალიან ღრმად ფიქრობს და ღრმად აკვირდება ამ ყველაფერს. მას ეღებულობს გაწყვეტილება. მართლა უნდა დავასრულოთ. ჭადრაკს ის იგებს, ვინც ფიქრობს და მე მართლა უნდა დავასრულოთ უბრალოდ არგუმენტის გარეშე ისე გონია რომ წელს ადამიანდელი არჩევნები ჩადარდება. არა, მე იცი როგორ თქვი, მე ვთქვი ვერსია, რომ მოაყენეს ტიტანიკი. აი ეს ალიანსი თავისი შინაარსით არის ტიტანიკი, სადაც კაი მუსიკა უკრავს, კაი საჭმელებია, გეპატიჟებიან, მოდიო და ხვდები რომ თუ იქ შედგან ფეხს, იმის დასასრული ისეთი იქნება როგორც ტიტანიკის და ასეთი დასასრული იყო 2024 წელს. ანუ ეს ტიტანიკია, საიდანაც აისბერგი ჩანს. მე ვარ ამ ტიტანიკის ერთ-ერთი მსხვერპლი. 2016 წელს ასეთი ტიტანიკი იყო პაატა ბურჭულაძის პარტია. კი ბატონო. მე ვიყავი, მე შევხვდი ამ ტიტანიკზე იმ დროს. აი, მაშინაც მუსიკა უკრავდა იქ და კაი საჭმელები იყო. მე დამწყები ვიყავი. და საკუთარ გამოცდილებით ვამბობ. ასეთ ტიტანიკს რომ მოაყენებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაცას აპირებენ. ახლა ჩერგო, გვარამია და მისი მეგობრები ერთად რო შეკრიბე. ანუ თუ გიჟი არ ახარ, ხო მართლა უნდა ხვდებოდე, რომ ეს 2 წელიწადნახევარი ვერ გაკაჩავს. თუ შეკრიბე, ხო, ვერ გაკაჩავს. ამიტომ თუ გიჟი არ არა, ვერ გაკაჩავს. აი შანსი არ არის, რაც არ უნდა ფული მოაყარო, გასაგებია, რომ ქართული ოცნების მეთოდია, რომ გაიჩითა პრობლემა, მოაყარე ბევრი ფული. ნუ მით უმეტეს იმ ხალხით, რომელიც შეკრიბე. ეს ისეთი ტიპის, აი როგორ გითხრა, ისეთი ტიპის ჩირკგროვა შინაარსობრივად, რომ შანსი არ არის ამან 2 წელიწადნახევარი გაკაჩოს. ამიტომ ჩავთვალე, რომ აი ვინაიდან 6 თვის განმავლობაში ბევრი ფულით, ბევრი ტყუილით, ბევრი პროპაგანდით შეიძლება ეს კიდე დამალოდა ხალხი კიდე ერთხელ მოატყუო. ხო და თუ არ ჩატარდა საზოგადოება მინდა რომ მოემზადოს რომ შეხედოს ამ ტიტანიკს. ხო და თუ არ ჩატარდა არჩევნები, ხო გადმოხვალ ჩემაზე და იტყვი რომ თავისით აკეთებენ ამას. არა, ეს მაგასთან არ იქნება კავშირში. მაგრამ ერთი პროგნოზი შეიძლება მადლობა რომ ყავით ჩვენი სტუმარი და აბა ესე ვთქვათ დაველოდოთ როგორ გამვითარდება ეს პროცესი. მე მინდა რომ იყოს საარჩევნო წელი, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა რომ ტიტანიკი კიდევ ერთხელ დაღუპავს ხალხს, რომელიც მასში ავა, მე მგონი ამას მაინც ვერ ავწდებით საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ ტიტანიკის აი კაი მუსიკის და კაი რაღაცისკენ მიდრეკილი ხალხი, რომელიც არ ფიქრობს საითვიდის ტიტანიკი, მაგათი მედაწყობნა მაინც არ შეიძლება. კი ბატონო. კარგი, დიდი მადლობა. აბა წარმატებები, კარგად იყავით, დაგემშვიდობებით, შევხვდებით ერთმანეთს მომავალ პოდკასტში.